და სამხედრო პოლიტიკა საქართველოსი, ქართული სახელმწიფოს. მოკლედ ბევრ საკითხზე ვისაუბრებ დღეს ჩვენ სტუმართან, თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიასთან და ჩემს კოლეგებთან ერთად. წარმოგიდგენთ მათ გიორგი ცხიტავა, მეცხრე არხის ჟურნალისტი, უბრალოდ სამხედრო ჟურნალისტი გიორგი ცხიტავა, კობა ლიკლიკაძე, მიმომხილველი რადიო თავისუფლების სამხედრო ანალიტიკური ჟურნალის არსენალის თავარი რედაქტორი ირაკლი ჩანდაბა მე რამ დამავიწყა ირაკლი ალადაშვილი ჭიპი მაქვს ამ ჟურნალში მოჭრილი რუსიკო მაჩაიძე გაზეთ რეზონანსიდან თამარ ლეფსვერიძე გურიანიუსის ჟურნალისტი და ნინო კომახიძე გაზეთ ვერსიიდან საღამოშტობის მოგესალმებით ყველას დიდი მადლობა ჩვენთან მობრძანებისთვის ირაკლი ბატონო უცნაური რამ შევიტყვეთ რომ პრეზიდენტსა და თავდაცვის მინისტრს შორის კომპრომისი შედგა და ამ კომპრომისის შედეგად რას არ ვიხილავთ მოკლედ საქართველოში და ასეთი რამეც მოვისმინეთ რომ კომპრომისის შედეგად დაინიშნა გაერთიანებული შტაბის ახალი ხელმძღვანელი პოლკოვნიკი ირაკლი ძნელაძე მანამდე ცოტა რთული წარმოსადგენელი იყო შტაბის გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელი კომპრომისის შედეგად ინიშნებოდეს მაგრამ ვიცით გიორგი კალანდაძესთან დაკავშირებული ისტორია ამბობენ რომ თქვენი ფავორიტი იყო ამ თანამდებობაზე ვახტანგ კაპანაძე გენერალი კაპანაძე და როგორ მიმდინარეობდა მოკლედ აი რას ნიშნავს აი ამ ფრაზის მიღმა რომ კომპრომისის შედეგად დაინიშნა ირაკლი ძნელაძე რას ნიშნავს ეს რომ მეც და სხვებსაც მაყურებელსაც რომ გააგებინოთ რა იგულისხმებოდა და რა იდგა ამ ყველაფრის უკან საღამოშიდობის ძალიან მიხარია რომ თქვენს ეთერში ვარ მივესალმები ყველა მოსულ ჟურნალისტ მადლობა ინტერესისთვის და პირველ რიგში გეტყვით იმას რომ ბოლო დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში დღიდან მისვლისა ჩემი თავდაცვის მინისტრად ყველაზე საკვანძო საკითხი იყო ბუნებრივია თუ ვის ჩავაბარებდით გაერთიანებულ შტაბს რადგანაც ძალიან სერიოზული სამუშაო არის ჩასატარებელი თუ როგორი იქნება ჩვენი სამხედრო შეიარაღებული ძალების ორგანიზება რამხელა შეიარაღებული ძალები გვეყოლება რა აღჭურვილობის ანუ რეფორმისთვის თავდაცვის სამინისტრომ რო განახორციელოს საკვანძო ადგილი უკავია ბუნებრივია სამხედრო ელიტას ოფიცრობას და მათ შორის ვინ უხელმძღვანელებდა სწორედ გაერთიანებულ შტაბს და ჩავთვალე მეც და დარწმუნ როგორც ვიცი საზოგადოების ძალიან დიდ ნაწილშიც გენერალი კაპანაძე ძალიან დიდი ავტორიტეტით სარგებლობს მას აქვს გამოცდილება საბრძოლო მიღებული თითქმის ყველა საომარ მოქმედებებში გარდა ბოლო 2008 წლისა იმიტომ რომ ის აღარ მსახურობდა უკვე ჯარში და ასევე აქვს საკმაოდ ღრმა დიდი განათლება მიღებული სამხედრო კუთხით. სამწუხაროდ მოხდა ისე რომ ამ კანდიდატურაზე შეთანხმება ვერ შედგა უმაღლეს მთავარსარდალთან კონსტიტუციით საზოგადოებამ იცის რომ საქართველოს პრეზიდენტი არის უმაღლესი მთავარსარდალი ჩვენი შეიარაღებული ძალების მიუხედავად იმ ახალი რეალობისა რაც არჩევნების შემდეგ შედგა პოლიტიკური რეალობისა მიუხედავად იმისა რომ საზოგადოების უდიდესმა ნაწილმა კონკრეტულ პოლიტიკურ ძალას დაუჭირა მხარი და ნდობის და ლეგიტიმაციის მაღალი ხარისხის მატარებელია ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება და მთავრობა და თავად აღნიშნა პრეზიდენტმა რომ ის გადადის ოპოზიციაში მიუხედავად ამისა მან საკუთარი ასე ვთქვათ თავი შეიკავა ამ კანდიდატურის მხარდაჭერისგან შემდეგ იყო ასევე სხვა კანდიდატურებზე საუბარი ასევე გამოცდილი საბრძოლო გამოცდილების და ღრმა განათლების მქონე კანდიდატურა იქნა შეთავაზებული და სავარაუდოდ ჩაჩიბა დიახ შემიძლია დაგიდასტუროთ რომელიც აუცილებლად დაბრუნდება სამხედრო შეიარაღებულ ძალებში უახლოეს პერიოდში გადაწყვეტილება მიღებულია ის იქნება მოადგილე გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელის ამის შემდეგ გარკვეულად საერთაშორისო ჩვენი პარტნიორების მხრიდან აბსოლუტურად ბუნებრივად და სამართლიანად შეკითხვები წამოვიდა პრეზიდენტის მიმართ ჩვენს მიმართ რომ როგორ არ შეიძლება ერთ რაღაცაზე შეთანხმდეთ პოლიტიკური ძალები აქედან გამომდინარე მე მივიღე გადაწყვეტილება შეთანხმებით ბუნებრივია ჩვენს პრემიერთან რომ შეთავაზება გამეკეთებინა რომ შეარჩიეთ თქვენ თვითონ კანდიდატურა მაგრამ უნდა აკმაყოფილებდეს გარკვეულ კრიტერიუმებს და პირველ რიგში ეს იყო დასავლური განათლება და ასევე სხვადასხვა რაღაც რამდენიმე პოზიცია იყო რომელიც გაიზიარეს და შემდეგ წარმოდგენილ კანდიდატურებში კონსულტაციის გზით და ძალიან ეხლა ყველასთვის ესეთი საყურადღებო სიტყვა იქცა კოჰაბიტაციის პირობებში შევთანხმდით პოლკოვნიკ ძნელაძეზე მე მქონდა მასთან ხანგრძლივი საუბარი, როდესაც ესეთი გადაწყვეტილება მზადდებოდა და მე დარწმუნებული ვარ, რომ პოლკოვნიკი ძნელაძე და ყველა ვინც დღეს უკვე არის ახალ გაერთიანებულ შტაბში შეძლებენ იმ ამოცანის გადაწყვეტას, რასაც სამოქალაქო
თავდაცვის სამინისტრო პოლიტიკის გამსაზღვრელი, ასე ვთქვათ, პირები განუსაზღვრავენ თავდაცვის უწყებას. ასე რომ ის ფაქტიც ზოგს მოეწონა, ზოგს შეიძლება არ მოეწონა, რომ ჩვენ ყავდა სტუმრად პრეზიდენტ სააკაშვილი, ვინც წარმოადგინა გენერალურ-გაერთიანებული შტაბების ხელმძღვანელი, ჩემი აზრით ეს იყო ძალიან სწორი გზავნილი თვითონ ჯარის მიმართ, რომ ჩვენ არავის არ მივცემთ, რომ ჯარი, სამხედრო შეიარაღებული ძალები პოლიტიკური თამაშის იარაღად გამოიყენოს და ეს ძალიან ნათლად ითქვა ჩემგანაც, ასევე გაიმეორა და კი არა თქვა ეს გზავნილი თავად პრეზიდენტმაც და მე მგონი ძალიან დამაჯერებელი იყო თვითონ სამხედროებისთვის, რომ აღარასდროს მათ არ ჩართავენ არც არჩევნებში, არ გამოიყენებენ ამ სტრუქტურებს, როგორც შექმნილი იყო თუნდაც სამხედრო პოლიციის სტრუქტურა, პრაქტიკულად ეს იყო პოლიტიკური პოლიცია და ჩვენ დავიწყეთ გარკვეული რეფორმები უკვე სამხედრო პოლიციაში არ იქნება გამოყენებული პოლიტიკური მიზნებისთვის. ჩვენ გულმოდგინეთ მივადენთ თვალყურს, რომ ერთი წლის შემდეგ რომ არჩევნები იქნება, საპრეზიდენტო კვლავაც არ დაიწყონ იქ მეთაურებმა დავალება, რომ ხო იცით ახლა ვინ უნდა შემოხაზოთ და ასე შემდეგ ეს რო ხდებოდა ყველამ კარგად. ერთი შეკითხვაც და შემდეგ ვთხოვ ჩემს კოლეგებს რომ აქტიურად ჩაერთონ საუბარში. 12 მილიონი ევრო ჩვენ ყოველთვის გვესმოდა ოქრუაშვილთან დაკავშირებით არის ცნობილი აგერ ირაკლი ალადაშვილის ახლა საპასუხობით ვიტყვი ირაკლი ალადაშვილიც წერდა ამასთან დაკავშირებით მახსოვს კვირის პალიტრაში პირდაპირ დოკუმენტები იყო დაბეჭდილი რომ ოქრუაშვილამდე რაფასი ძღირდა BMP-ები უკრაინაში და T-72-ები ოქრუაშვილის მოსვლის შემდეგ ნამატი დაედო თუ არ ვთქვი $50,000 გაძვირდა შეიძლება მეშლება შემდეგ ირაკლი დააზუსტებს ამას და დოკუმენტები იყო პირდაპირ როგორ გაძვირდა და მახსოვს ჩეხეთში სამხედრო ტექნიკა წაიღეს და ატლანტის ოკეანე მოატარეს და ისე შემოვიდა მოკლედ ნახევარი მსოფლიო მოიარა იმ ტანკებმა და ყოველთვის გვესმოდა ვიცით 2004 წელს რომ თუ არ ვთქვი კომანდოს ბატალიონის სანგრებში გახსნეს ყუთები და ქვები იყო გახვეული ქაღალდში. ანუ ვიღაცამ შეჭამა ის ხელყუმბარების ფული ან გაყიდა ეს ხელ. ეხლა გავიგეთ რომ ის იყო რა ქვია 12 მილიონი ევრო მონჯღრეული რაღაც კოლჩაკის დროინდელი ავტომატები და რა ეტაპზე ამხრივ გამოძიeda მარტო 12 მილიონ ევროსთან და ამ AK-47-თან დაკავშირებული სკანდალია რაღაცა ეჭვი გვაქვს რომ გეზერაშვილის დროსაც კიდე უფრო დიდი ხელისფათური უნდა ყოფილიყო ამ საქმეში. პირველ რიგში გეტყვი რომ ჩემი მთავარი ამოცანა, ახალი მთავრობის მთავარი ამოცანა არის რომ თვისობრივად შეცვალოს ის დამოკიდებულება თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობის მხრიდან საზოგადოების მიმართ ვიდრე ის იყო აქამდე. ანუ ეს უნდა იყოს პასუხისმგებლობა და ანგარიშვალდებულება და სწორედ ამიტომაც ჩემი პირველი მოადგილე ეს არის ბატონი ლევან დოლიძე, რომელიც რეფორმების კუთხით, ასე ვთქვათ, ამზადებს მთელ პაკეტს და რიგს ღონისძიებების საკანონმდებლოს მათ შორის და სტრუქტურულსაც, რომელიც თვის ბოლოს უკვე მზად იქნება და გავაცნობთ საზოგადოებას და თან რაც თავი არა მხოლოდ გავაცნობთ არასამთავრობო სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად დავიწყებთ უკვე ამის განხილვას, ვიდრე არ შევჯერდებით მანამდე ეს პროცესი რა თქმა უნდა არ დაიწყება და მეორე რამდენიმე დღის წინ, გუშინ წინ ასევე ქალბატონი თამარ ქაროსანიძე მოვიდა ერთ-ერთ მოადგილედ, რომელიც იყო ძველად საერთაშორისო გამჭვირვალეობის ხელმძღვანელი, მუშაობდა თქვენთან ერთად ამ საკითხებში. ძალიან კარგი გოგო და შესანიშნავი კადრი ვითხოვს პირდაპირ ეს ორი დანიშვნა თავისთავად მეტყველებს იმაზე, რომ პრიორიტეტი პოლიტიკური არის გამჭვირვალეობა და პრიორიტეტი პოლიტიკური არის სრული სამოქალაქო კონტროლი და საზოგადოებრივი ზედამხედველობა. როგორ განვახორციელებთ ახლა ამას? და დაუბრუნდები უბრალოდ პირველ რიგში თქვენ შეკითხვას. ჩვენ როდესაც როგორ მიიპყრო ამან ყურადღება ჩვენ? როდესაც სამინისტროში მივედი, ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ გარკვეულწილად ბიუჯეტში იყო დეფიციტი. დავიწყეთ ამ დეფიციტის გამომწვევი მიზეზების შესწავლა და დავინახეთ, რომ იყო არაგეგმიური ხარჯი გაწეული კონკრეტული. შემდეგ როდესაც ჩავიხედეთ და რა თქმა უნდა ამას ყველაფერს საიდუმლო გრიფი ადევს. საერთოდ იყო გასაიდუმლოების მანია. ძველ ხელისუფლებაში, აი კალმისტარიც, საკანცელრო ნივთებიც რო იყიდო, ამასაც ადევს გრიფი საიდუმლო, რომ თქვენნაირი კირკიტა ჟურნალისტები, ვისაც აქვს, ასე ვთქვათ, სურვილი, კომპეტენციაც და საზოგადოებრივი ინტერესის საგანიც არის, რომ ვერ მიხვდეს, ვინ რამდენად ყიდულობს თუნდაც კალმისტარს, თუნდაც საკანცელრო ნივთებს. და ეხლა წარმოიდგინეთ, როდესაც საქმე ხდება. ფაქტია, რომ ამაზაღობა საქმეთო რატო დახურავდა? რა თქმა უნდა, ამიტომ ხდებოდა ეს. და საიდუმლოები ხა მე ნამუშევარი ვარ უშუალობის სამინისტროში, ქვეყნის უშუალობის სამინისტროს ერთ-ერთი ხელმძღვანელი ვიყავი და ძალიან კარგად ვიცი და წარმოდგენა მაქვს რა განეკუთვნება სახელმწიფო საიდუმლოებას და რა არა. რა თქმა უნდა ეს იყო ეჭვია
რომ მხოლოდ და მხოლოდ იმ მიზეზით, რომ არ ყოფილიყო წვდომა საზოგადოების მხრიდან, თუ როგორ ვყიდულობ და როგორ ხარჯავთ ხალხის ფულს. აქედან გამომდინარე, როდესაც გენერალურმა ინსპექციამ აღმოაჩინა ეს ერთი კონკრეტული ნაწილია თან ავტომატების ნაწილი, იქ არის სხვა ნაწილიც, რომელიც ეხება ციმეტექნიკის შესყიდვასაც, რომელიც ალბათ თავის დროზე უკვე როცა ჩათვლის შესაბამის სტრუქტურები ესეც საზოგადოებას მიეწოდება. აღმოჩნდა, რომ შესყიდული იყო AK-47-ის ტიპის ავტომატები, ასევე ძალიან მოძველებული, ნახმარი, შემდეგ უკვე შეღებილი და რომლის ფასი ბაზარზე დაახლოებით ეს კიდევ ალბათ დაადგენს ზუსტად უკვე გამოძიება 50 ევროზე მეტი არ უნდა იყოს და ნაკიდი იყო 290 ევროთ. აი ამან გამოიწვია ჩვენი და ვინი ხეირა შეგვიძლია დაასწროთ გამოძიებას. ვერ დავასწრებ მე გამოძიებას ვერაფერს. ჩვენ დღეს უკვე მასალები გენერალურმა ინსპექციამ გადაუგზავნა ქვეყნის პროკურატურას და გამოძიება უკვე იქ წარიმართება. ბუნებრივია ჩვენ გვექნება მონიტორინგის და კონტროლიც იმასთან დაკავშირებით თუ რა იკვეთება ამ გამოძიებაში, ვისი დანაშაულებრივი ბრალი გამოიკვეთება. ეს არის მთლიანად გადასაწყვეტი გამოძიების და კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ, მე არაერთხელ აღვნიშნე, რომ უდანაშაულობის პრეზუმპცია არის ის, რომელიც ახალ ხელისუფლებას მართლაც ჟერას წამს და მართლმსაჯულებაში ეს არის ერთ-ერთი წმინდათა წმინდა პოსტულატი. აქედან გამომდინარე, ვერავის წინასწარ ჩვენ ვერ დავდებთ ბრალს გამოძიებამ. თან მინდა რომ სრულფასოვანი მასშტაბური გამოძიება ჩატარდეს და ესეც მოხდება. დაველოდოთ, მე მესმის რომ უფრო დიდი მოთმინების ფიალა საზოგადოებას 20 წელია უკვე ამ საკითხებზე აევსო, მაგრამ ჩვენ გვინდა ყველაფერი გაკეთდეს წესის და კანონის შესაბამისად. ამიტომ, როდესაც გამოძიება გადაწყვიტავს, უკვე საჯარო გახდება დეტალები. კარგით, ჩემი კოლეგები, აი რუსკო მაჩაიძე რიგში პირველია, გისმენთ რუსკო. აი ამ თემის გაგრძელება შეშკილმა, აი ამ AK-47 ტიპის ავტომატებთან დაკავშირებით Facebook-ში გავრცელა განცხადება, სადაც ის ამბობს, რომ რეზერვმა სხვა იარაღის ხმარება არ იცოდა, უბრალოდ ძნელია სხვა იარაღის სწავლება და მეორე არგუმენტი დაასახელა, რომ პარტიზანული ომის შემთხვევაში ისინი მტრის ტყვიებს გამოიყენებდნენ. აი ეს ორი არგუმენტი რამდენად მისაღებია და თუ შეიძლება და ეს გათვალისწინებული ყოფილიყო. ჩემ მე ვიტყვი, ირაკლი ალადაშვილმა დაწერა, რა ავტომატებიც იყო ნაკიდი, ის არის 7.62-იანი კალიბრის ტყვიები და რუსეთის არმიის შეიარაღებაში აქვს ავტომატები, რომელიც არის 5.45. ამდენად ჩერეთი ესე იგი რომელი რემბოგები გნახეს რეზერვში რომ დავხოცავდით რუსებს, მე ვიდოთ იმათ ავტომატებს მოკლედ ზღაპარი იყო. კარგი, თქვენ ეს უთხარით, მაგრამ უპასუხეთ ჩაშკინს, მაგრამ ძალიან სასაცილო იყო. სერიოზული შეკითხვაა და არ გეცნობს. არ ძლის პასუხის გაცემა, რაღაცა ზღაპრები დაწერა. თქვენი არა, შაშკინის პოზიციაზე არა თქვენ შეკითხვაზე. დიახ. მაშინ მეკითხავთ ბატონო ირაკლი, სამოქალაქო კონტროლზე როცა ვსაუბრობთ, ეს თქვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია, ეს ჩანს პირველი დღიდან, როგორც კი თქვენ მიხვედით, ხო, სამინისტროში და ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი თემა, რაც იყო თქვენი ინიცირებული, იყო სამხედრო ომბუდსმენის თემა. მე მაინტერესებს, რა სტადიაზე არის ამ ეტაპზე ეს თემა და რატო გეკითხებით. ტარიელ ლონდარიძე, თქვენ დარწმუნებული ვარ, მას იცნობთ, გადაკვეთავდით ერთმანეთს კომპეტენციიდან გამომდინარე, ის ახლა პარლამენტში დეპუტატია, არის პოლკოვნიკი და ერკვევა ამ საკითხებში. ის ფიქრობს, რომ თქვენი იდეა არის დაკნინება თავდაცვის სამინისტროსი, ვინაიდან თითქოს თქვენ ამით ხაზს უსვამთ, რომ თავდაცვის სამინისტროში ისეთი მძიმე მდგომარეობაა, რომ მას ომბუდსმენის ინსტიტუტი არ ეყოფა. ამაზე იყო განხილვები ასევე თავდაცვის კომიტეტში პარლამენტში და მე მგონი, თუ მე არ ვცდები, შიდა მოლაპარაკებებიდან რამდენადაც ინფორმაცია მაქვს, შედგა ასეთი შეთანხმება, რომ ეს მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს და ჯარს კი არ შეეხება დაცვის სამსახურს და ასე ანუ ყველას, ვინც კი შეიძლება რამე შეხებაში იყოს სამხედრო სამსახურთან. აი რა ეტაპზე მივიდა საუბარი, ესე იგი ბატონო ტარიელ ლონდარიძე ამ საკითხებზე არ უნდა ლაპარაკობდეს და გამოძიება რაღაცებს. ტარიელ ლონდარიძე არის საკმაოდ კვალიფიციური სამხედრო, რომელმაც გვარდია შექმნა. სამხედრო, რომლის გამოც აწამეს ათეულობით ჯარისკაცი და კარგი იქნება ტარიელ ლონდარიძე არმიის დაკნინებაზე არ ილაპარაკებდა. რატომღაც თქვენ როლს შეგვიძლია კბილაშვილს მიმართ თათალეკო. სრულყვილად ვილაპარაკე უდანაშაულობის პრეზუმპციაზე 2 წუთის წინ. არა, მე ხო დეტალები არ მithkoms. კარგი. პირველ რიგში აღნიშნავ იმას, რომ ეს ინიციატივა არ მოდის შემგან, ეს იდეა შემოთავაზა თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ სესიაშვილმა, ირაკლი სესიაშვილმა და მე დავთანხმდი და მომეწონა ეს იდეა. დაკნინება არავითარ შემთხვევაში არ არის ომბუდსმენის ინსტიტუტის, იმიტომ რომ ნათლად ჩანს, რომ ბოლო წლების განმავლობაში პრაქტიკულად ომბუდსმენის ინსტიტუტმა ვერ შეძლო ვერანაირად კონტროლის აღება ადამიანის უფლების დაცვის საკითხებზე თავდაცვის სამინისტროზე. შეიძლება ეს მათი ბრალი არ იყო, იმიტომ რომ თავად სისტემა იყო ძალიან დახურული. აქედან გამომდინარე, უკვე პარლამენტის გადასაწყვეტია
რამდენად სწრაფად მოახერხებენ ესეთი ინსტიტუტის ჩამოყალიბებას, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ველოდებით და ადამიანის უფლებები მიუხედავი დარჩება ჩვენთან. მე ჩემი მრჩევლის ასე თქვა თანამდებობაზე დავნიშნე ასევე სამხედრო ასე ვთქვათ ადამიანის და სამხედროების უფლებების დაცვის კუთხით კონკრეტული პირი, ვინც კვირაში ერთხელ სწორედ საჯარისო ნაწილებიდან მახსენებს ვთქვათ სად იყო რა დარღვევა მოხდა და მე ამაზე რეაგირებ. გარდა ამისა, ომბუდსმენს ექნება ბუნებრივია ახალ ომბუდსმენს შესაძლებლობა განახორციელოს ესეთი კონტროლი, ვიდრე ეს ინსტიტუტი არ შედგება. მე რამდენადაც ვიცი, ანუ უნდა შედგეს, ამას ვაზუსტებ. არა, ჯერ გადაწყვეტილება არის პარლამენტის, მაგრამ მე რამდენადაც ვიცი, აქ გარდა პოლიტიკური გადაწყვეტილებისა, პირველ რიგში გარკვეული ფინანსური, ასე ვთქვათ, გაანგარიშებები კეთდება, რა დაუჯდება ეს ჩვენს ქვეყანას და როდიდან იქნება ასეთი ხარჯის გაწევა პოლიტიკურად არა უფრო ფისკალურად მიზანშეწონილი. ამაზეა დამოკიდებული რამდენადაც მე ვიცი, მაგრამ ეს რაც თვითონ ომბუდსმენის აპარატში იქმნებოდა, ასე ვთქვათ, ქვეგანყოფილების მაგვარი, რომელიც იმუშავებდა სამხედროების თემაზე. ეს იდეა განიხილება? მე იდეას დაუჭირე მხარი, პარლამენტი როგორც გადაწყვეტავს, ჩვენ ბუნებრივია ისეთ რეალობას მივიღებთ. კობა, ირაკლი, შემდეგ გიორგი. კობა, თქვენ მიკროფონი გაქვთ თქვენ. კი ბატონო, ეგ მოქმედია. პირველ ყოვლისა მადლობას გადავხდი ბატონ ირაკლის, მე არც მახსოვს ასეთ ფორმატში საქართველოს თავდაცვის მინისტრთან შეხვედრების შედგა და ეს საკმაოდ მისასალმებელია. გამეორე თუ არა, გამეორე? ხო, გამეორე რა ვთქვი. ხო, პირველ რიგში მე და ხაზი გავუსვა ამ ფორმატს მადლობა გადავხადო ბატონ ირაკლის, რომ ასეთი შეხვედრა გაიმართა ჟურნალისტებსა და თავდაცვის მინისტრს შორის. ამით ნამდვილად არავინ არ ვიყავით განებერებული, ეს კარგია. მეორე, სულს გავაგრძელო ის პირველი თემა, რომელიც დაიწყო ჩვენი საუბარი. აპირებთ თუ არა გადახედოთ Elbit System-თან, ეს არის ისრაელის ცნობილი ფირმა, ხელმოწერილი ხელშეკრულებას, რომელიც დაიდო 2008 წლის შემდეგ. და 5 თვის წინ იყო დიდი სკანდალი, ამაზე ბევრი დაიწერა ქართულ მედიაში. მე პირადად Elbit-ის წარმომადგენლისგან ავიღე ინტერვიუ, თქვენ ისეთ ეს საქმე საარბიტრაჟო სასამართლომდე მივიდა, მე დიდი ძალისხმევა დაჭირდა წინა ხელისუფლებას, რომ პირველი სარჩელი, რომელიც რამდენიმე ათეულ მილიონს აღწევდა გამოხმობილი იყო ყველგან, საბოლოო ჯამში საქართველოს გადაიხადა 35 მილიონი დოლარი კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო და დაუბრუნა ნაწილი იარაღის. არის თუ არა ეს დაუდევრობა, არის თუ არა ეს თანამდებობის პოროტად გამოყენება და აპირებთ თუ არა გამოიძიოთ კონკრეტულად ეს საქმე. დიდი მადლობა. მეც ასევე მადლობას გადაგიხდით ამ ასე ვთქვათ შესავლისთვის და მინდა დაგარწმუნოთ, რომ ეს არ არის უბრალოდ ერთი იზოლირებული შემთხვევა, თქვენ მე ესეთი ღია ფორმატი ჟურნალისტებთან შეხვედრის აუცილებლად მომავალშიც მუდმივად მექნება. რაც შეეხება Elbit-ის სისტემას და ამ ჯგუფს, მე მქონდა შეხვედრა მათთან, ისინი ჩამოვიდნენ საქართველოში, გამაცნეს საკუთარი ხედვა, თქვათ, რა პროექტების განხორციელება შეუძლიათ საქართველოში, ჩვენთვის საინტერესო მიმართულებითაც, თავდაცვის კუთხითაც და ისინი მათი წინადადებები, ისევ როგორც სხვა წინადადებები, რომელიც ჩვენ ჭირდება ჩვენი თავდაცვის უნარიანობის გამოყენებისთვის, იქნება გადახედილი ბუნებრივია და შესაბამისად გადაწყვეტილებას მივიღებთ საჭიროებიდან გამომდინარე და ბუნებრივი ფასებიდან გამომდინარე. რაც შეეხება წარსულს, ამასთან დაკავშირებით მათი წარმომადგენელიც ჩვენს ასე ვთქვათ ინსპექციის წარმომადგენელს უყვებოდა და საქმის კურსში ჩააყენა რა ვითარებაში და როგორ მოხდა. იქ თუ გამოიკვეთება შესაბამისად ვთქვათ დანაშაულებრივი რაღაც ასე ვთქვათ მამხილებელი მასალები, ეს გადაეცემა პროკურატურას და შეისწავლეს. მე მინდა დაგარწმუნოთ, რომ არც ერთი საქმე, რომელიც არის საზოგადოებრივი ინტერესის საგანი და არის ასევე არამხოლოდ საზოგადოების ინტერესის საგანი, დაზიანდა კონკრეტულ მომენტში ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება, იქნება შესწავლილი ჩვენს მიერ. კარგით, ირაკლი ალადაშვილის შეკითხვა, ირაკლი. ძანეთ კი. ბატონო ირაკლი, თქვენ ამას სცენარს ძანეთ, ჩვენ შევხვდით არასამთავრობოებთან, რომ თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი ახორციელებდა თვალს მოსმენებს, კი მას ამის უფლება კანონით ჰქონდა, მაგრამ თქვენ ძანეთ, რომ ამ მოსმენების 80%-მდე ეს იყო არა უწყებრის ინტერესებში, ანუ უფრო პოლიტიკური და ასე შემდეგ.
და შემდეგ თქვენ ეს ინფორმაცია გადაეცით შინაგან საქმეთა სამინისტროს, მოპოვებული ინფორმაციაც იყო დაგროვილი. უბრალოდ მაინტერესებს ფიგურირებდით ჩვენ სამიზნეება თუ არა, როგორც სამხედრო ჟურნალისტები, ასევე ჟურნალისტები ამ მოსმენებში, თუ იცით. დავაზუსტებ, თუ შეიძლება ირაკლი მემორიდებული კაცი არის ირაკლი ალადაშვილი და ვიტყვი რომ მაგალითად ცნობილი გახდა რომ 1 წლის განმავლობაში ბაჩო ახალაია ცდილობდა როგორღაც ჩვენებები მიეცათ მის წინააღმდეგ რამდენიმე ოფიცერს და სამხედრო ჯაშუშობის ბრალდებით დაეკავებინათ. ჩვენ გვახსოვს ასეთი შემთხვევები, რამდენიმე ადამიანი ციხეში ზის და ჩვენი კოლეგები დააკავეს და რაღაც საშინელება დააბრალებინეს და აღიარეს. არა მარტო ციხეში ზის, რამდენიმე ადამიანი წამებით მოკლეს. მათ შორის ბატონი თეთრაძე, რომლის საქმის გამოძიება ეხაც მიმდინარეობს. ზუსტად მაგ ბრალდების უпроსორეთ ბრალდება რომ აიღო თავის თავზე, ანუ ეღიარებინა ბრალი, რომ ის იყო ჯაშუში. საშინელი ტრაგიკული სიტუაცია მაგ კუთხით და იყო თავდაცვის უწყებაში. მე ისევ არ მაქვს უფლება ძალიან ასე ვთქვათ თქვენსავით ასე ვთქვათ ხიად დეტალურად განვიხილო და შევძლო მივცე ჩემ თავს უფლება დეტალებში ჩავძვრე თუ რა იყო დაკავებული სამხედრო პოლიცია ბოლო წლების განმავლობაში ერთს გეტყვით და დავადასტურებ რომ ეს იყო პოლიტიკური პოლიცია ისინი უკანონოდ ხას უსვამ აწარმოებდნენ ფარულ თვალთვალს მიყურადებას სატელეფონო მოსმენებს პოლიტიკური ოპოზიციის და ზოგადად კრიტიკულად განწყობილი საზოგადოების ნაწილის გარკვეულწილად რადგანაც მე ვხვდები გადანაწილებული იყო კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტსა და სამხედრო პოლიციას შორის ასე ვთქვათ კომპეტენციები ამ პოლიტიკური დევნის თვალსაზრისით ხშირად მათ შორისაც რამდენადაც ასევე ინფორმაცია მაქვს იყო ასე ვთქვათ შეუთანხმებლობები ერთმანეთის წინააღმდეგაც გადადგმული ნაბიჯები ამას გამოძიება აუცილებლად დაადგენს ჩემი თავი ამოცანა პირველი დღიდან იყო რომ კონტროლზე ამეყვანა ეს შესაძლებლობა ეს ასე ვთქვათ ტექნიკური თვალთვალის შესაძლებლობა და მინდა დაგარწმუნოთ რომ არც ერთი მოსმენა არ ხორციელებულა მას მერე რაც ჩვენ მივედით სამინისტროში გასულ კვირას მივიღეთ გადაწყვეტილება შევთანხმდით შინაგან საქმეთა მინისტრთან რომ ეს ფუნქცია ტექნიკური შესაძლებლობაც თავდაცვის სამინისტროს არ ექნება ეს იყო ჩემი ინიციატივა და არც ერთ სხვა უწყებას არ უნდა ქონდეს ეს უნდა იყოს კონცენტრირებული ერთ ადგილას სადაც უფრო გაადვილდება საზოგადოებრივი კონტროლი ამ რესურსზე ამით ჩვენ კი არ თავისუფლდებით ამ შესაძლებლობებისგან როდესაც საჭირო გახდება კონდაზვერვითი თუ კონტერორისტული საფრთხის შემცველი ასე ვთქვათ ვითარების შემთხვევაში ჩვენ გამოვიყენებთ იმ რესურსს რომელიც იქნება ამ შემთხვევაში უშუალობის ქვედანაყოფში და გაადვილდება კონტროლი. გარდა ამისა ამ ფუნქციის ჩამოცელებასთან ერთად ბუნებრივია არის გარკვეული მასალა დაგროვილი რომელიც ჩემი გადმოსახედიდან ბუნებრივია შესწავლის შემდეგ უნდა განადგურდეს იმიტომ რომ ის შეიცავს პირად ინფორმაციას პირად ინდივიდუალურად მე ვერ გეტყვით მე სიმართლე გითხრათ არც ჩამიხედია კონკრეტულად ვიცი რომ ჩემს ირგვლივ რაღაც გარკვეული სამუშაოები იყო ჩატარებული კონკრეტულად მაგრამ მე არ მინდა გავეცნო არც მაქვს სურვილი და არც უფლება არ მაქვს გავეცნო სხვის პირად ცხოვრებას ისევე როგორც არავის აქედან გამომდინარე ეს მასალა ლოგიკით უნდა განადგურდეს და ასეც მოხდება რა გადაწყვეტილებას მიიღებს კონკრეტულად შემდეგ უკვე გამოძიება ვისი ბრალეულობა გამოიკვეთება ეს მათი საქმე იქნება. კარგით, განვაგრძელოთ, თუ განადგურდება ეს ოპერატიული მასალა, როგორ მოხდება გამოძიება? დაფიქსირდება რა არის, ვის მიერ არის შედგენილი, ვის ინიცირებით და ეხლავე კი არ განადგურდება გამოძიება ჩათვლის საჭიროდ, როდის გაანადგუროს. ეს აღარ უნდა არც უნდა დაარქივდეს და არ უნდა აღმოჩნდეს არავის ხელში. კარგით, დიდი მადლობა განვაგრძობთ გაცემას რეკლამის შემდეგ. რეკლამის შემდეგ 2 წუთში დავბრუნდებით ეთერში და ვისაუბრებთ დანარჩენ საინტერესო თემებზე თავდაცვის სამინისტროსთან დაკავშირებულს რა თქმა უნდა რეკლამის შემდეგ განვაგრძობთ გაცემას double bust the bubble double dip dip double it's double Hey, Magti people, always double. Magti საჩუქარი ყველას. პირველ იანვრამდე შეავსე Magtis ბალის ამბანის ანგარიში და თანხა გაგიორმაგდება. აგრიფე ფიფკი 222 დიეზი, okay? Always double. და გაიორმაგე საახალწლო მხიარულება. Still walking. Still talking.
ახალი ნათება გილოცავთ დამდეგშობა ახალ წელს და გთავაზობთ 20%-იან ბარგლებას. შეხვდით ყველაზე მნიშვნელოვან დღესასწაულს განათებულ გარემოში. ტექნობუმში საჩუქრების ჯანდოსნური ბუმი დაიწყო. შეიძინე ნებისმიერი ტექნიკა საქართველოში ყველაზე დაბალი ფასის გარანტიით და მიიღე უამრავი საჩუქარი. იჩქარე, ტექნობუმში საახალწლო სურვილები სრულდება. იცი, PSP-ში ყოველი 20 ლარის შენაცენზე საჩუქრად გადმოგეცემა გათამაშების 1 ბილეთი. ამასთან ერთად ბარათზე ღიმილებიც დაგერიცხებათ. ბარათზე დარეცხული ღიმილებით თქვენ შეგიძლიათ შეარჩიოთ 1000-ზე მეტი საჩუქარი PSP-ს ახალი კატალოგიდან. PSP-ში ყოველდღიურად ფასდაკლებას იღებს საჩუქრის სახით. ამ ბილეთით კი შეგიძლია მოიგუახოთ ახალი ავტომობილი Ford Fiesta. გათამაშებაში 5 ახალი ავტომობილია. PSP 2013 წელს ორ გათამაშებაში 10 ავტომობილს ათამაშებს. I like this. Come on, come on. Relax. Come on, come on. I got it going on. I got it going on. I got it going on. Maga Belux. I got it going on. Belux. ბარიერი ბრუნდება ტელეკომპანია კავკასიის პირდაპირ ეთერში თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია და ჩემი კოლეგები ჟურნალისტები არიან გაცემის სტუმრები. ბატონო ირაკლი, ერთი სანამ კოლეგები ვიცი საღერღელაშლილები არიან კითხვის დასასმელად, მაგრამ ბაჩო ახალიას დროს განსაკუთრებით ვრცელდებოდა ინფორმაცია მეტის-მეტი ფუფუნების შესახებ, რომ ქონდათ რაღაც საოცარი კაბინეტები, რომ ყიდულობდნენ გაუგონარ მანქანებს 350,000 დოლარად. ნუ ეს ხმები იყო, ვინაიდან გადამოწმების საშუალება ჟურნალისტებს არ ჰქონდათ, ვინაიდან რაღაც ისეთი ალამუთის ციხე იყო თავდაცვა მინისტრო, ვერაფრით ვერ შეახცევდა და ხმები თუ გამოდიოდა. რომ ყავდა დაჯავშნული, ხან ერთ ჯიპს ყიდულობდნენ, ხან მეორე ჯიპს ყიდულობდნენ. ასევე ჩემთვის არის ყოველად გაუგებარი, რომ ბრიგადის მეთაური დადიოდნენ ლექსუსის ჯიპებით, 100,000 დოლარიან ჯიპებით, ნუ აი ბრიგადის მეთაური რატომ უნდა დადიოდეს ჯიპით და იქ რაღაც ბატალიონის მეთაური, ნუ ფავორიტები ვინც იყვნენ ახლა ეს გარშემო. რამდენად მართალია ეს ხმები და თუ მართალია ეს პრაქტიკა უნდა გაგრძელდეს, რომ ბრიგადის მეთაურები და იქ რაღაც სამხედრო პირები ფორმა რო კაცსაცვია, იმის რა ლექსუსის ჯიპები და პრადოები და რაღაც გავსი რამები უნდა დაქროდნენ. არა, ესე არ გაგრძელდება, ჩვენ დავიწყეთ ინვენტარიზაცია ჩვენი ტრანსპორტის და გარკვეულწილად დავინახეთ თუ რამდენად უპასუხისმგებლოდ ექცეოდნენ ეს ადამიანები ჩვენი ხალხის ბიუჯეტს, ჩვენს გადამხდელების გადახდელ თანხებს. არ არსებობდა პრაქტიკულად არანაირი გრძელვადიანი დაგეგმარება თუნდაც ტრანსპორტის შეძენის თუ როგორი ტრანსპორტი უნდა იყოს, უნიფიცირებული რო უნდა იყოს, მომსახურება ამისი რო ძვირი არანაირი გათვლა გრძელვადიანი ლოჯისტიკური არ არსებობდა პრაქტიკულად თავდაცვის უწყებაში და ჩვენ სწორედ ესეთ დაგეგმარებაზე გადავდივართ ერთი ტიპის დაბალი, ასე ვთქვათ, სახსრებით მომსახურების შესაძლებლობის მქონე ტრანსპორტზე გადავალთ. ამას დრო დაჭირდება, ჩვენ მოვიცილებთ და გავიტათ აუქციონზე და გავყიდით იმ ძვირადღირებულ მანქანებს. მაგალითად მართლა რომ დაჯავშნული ჯიპები, მაგალითად პატარა შემიძლია ვთქვა, რომ ესე ვთქვათ, მარშრუტკის ტიპის მანქანა, მინიბუსში გადახდილია 490 თუ 450,000. რა უნდა იყოს ეს? არ ვიცი, განსაკუთრებით ალბათ. არა, ეს არის ტრანსპორტის ერთი მაგალითი მინდა მოგიყვანოთ. ეხლა არ მინდა ესე დეტალებში წავიდე, ვთქვათ, საყოფო ცხოვრების სიტუაცია როგორია ეს რაღაც თავისთავად უკვე ახალი ეტაპია ჩვენი ქვეყნის განვითარებაში და მომავალში გავეხედოთ მირჩევნია. მაგრამ ერთს ვიტყვი, რომ აშკარად მთელი ხელისუფლება ძალიან ფუფუნების მოყვარული იყო და მე მინდა გითხრათ ასევე ის ფაქტი, რომელიც გამჟღავნდა, რომ საქართველოს პრეზიდენტს, რომელმაც მთელი მისი კამპანია საპრეზიდენტო ვარდების რევოლუციის დროს ააგო იმაზე, რომ ის კომერციული ავიახაზებით იფრენდა, აღმოჩნდა,
რომ არ დააკმაყოფილა ერთმა თვითმფრინავმა შეძენილი იყო მეორე თვითმფრინავი რომელიცთვისაც ჩვენ ყოველთვიურად ვიხდით დაახლოებით 800,000 ლარს ჩვენი ბიუჯეტი, თქვენი ჯიბიდან, ჩემი ჯიბიდან, თავდაცვის ბიუჯეტი. ანუ ის თანხა, როდესაც მართლაც თითოეული კაპიკი თეთრი უნდა მისულიყო ჯარისკაცამდე, ის მიდიოდა პრეზიდენტის გადაფრენებზე. მე არ ვსაუბრობ იმას, რომ პრეზიდენტს არ უნდა ჰქონდეს ტრანსპორტის შესაძლებლობა, მაგრამ ეს არის ფუფუნება, როდესაც ყავს ერთი ტრანსპორტი, თვითმფრინავი და მეორეს. ჩვენერი ქვეყნისთვის ეს არის შეუსაბამო. და თუ რომ დაიბრუნეთ ეს თვითმფრინავი, ამას რა უნდა ვუყოთ ახლა ამ სამს? დაუბრუნეთ ჩვენ წვითად კონტრაქტს და უბრუნებთ თქვათ იმ ორგანიზაციას, საიდანაც ნაღიდი იყო. ამას პროცედურა დაჭირდება, მაგრამ ეს უკვე გადაწყვეტილება მიიღებულია და დაიწყო ეს პროცესი. და ასე შემდეგ, ეხა უამრავი ვერტფრენები, რომელიც ჯერ კიდევ ჩამოსასვლელია და ამაზე სპეციალურ გადაწყვეტილებას მიიღებს ალბათ მთავრობა. სამოქალაქო შეუმფრენები? დიახ. აქედან გამომდინარე, თქვენი დასმული შეკითხვა აბსოლუტურად ლოგიკურია. იყო ეს ხელისუფლება ფუფუნების მოყვარული. მაგრამ ახალი ხელისუფლებას აბსოლუტურად სხვა მიდგომა აქვს ახალ მთავრობას, ამიტომაც მართლაც მოუწევთ კამერების გადაჭერა ყველას და თავდაცვის სამინისტროში მთავარი ღირებულება ჩემთვის არის ჯარისკაცი. სამხედრო მოსამსახურე და ყველაფერი მთელი რესურსი იქითკენ იქნება მიმართული, რომ მათ გაუადვილოთ თავისი ღირსეულა, თავისი ამოცანის, ქვეყნის დაცვის ამოცანის შესრულება. ამ საკითხს აუცილებლად დაუბრუნდები, მანამდე მინდა შეკითხო რუსიკოს კონდა შეკითხვა შემდეგ. აუცილებლად დაზღვევა, საზიზღარი დაზღვევა ქონდა ჯარისკაცებს, სოციალ დაპირნებინებს და არავის არ მისცეს. ნაბრძოლობა არ ქონდათ. ომი ხომ იყო აგვისტოს ომი 2008 წლის აგვისტოში. ხომ იბრძოლეს კი ჯარისკაცებს, ზოგი დაიჭრა, მაგრამ ყველა ვინც მონაწილეობდა ნაბრძოლობა არ გაუფორმებს. ამას ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებსაც ვეკითხებოდი ხოლმე. იყო საქართველოს-რუსეთის ომი, ის რაც მოხდა, კი იყო ომი. მაშინ ვინც იქ მონაწილეობდა, რატომ არ იკლებიან ნაბრძოლებად, ხომ? და ასე შემდეგ. ამ თემასთან მოხდა რუსიკო. 3000 კაცს მისცეს ომის ვეტერანობა 2008 წლის ომის. თავდაცვიდან შესაძლოა მეტის მის. რატომ მისცეს ნაწილს, რატომ ამ ყველას არ მისცეს? ან რა პრინციპით ნაისაზღვრა ეს კითხვა საინტერესო იქნება. ჩაინიშნეთ ეს შეკითხვა და ხო, ამ თემაზე საუბრისას კიდევ მნიშვნელოვანია ის ვეტერანები, ომის ვეტერანები, ვინც არანაირ დახმარებას აღარ ღებულობენ და ავღანეთში ნაბრძოლები, რომლებსაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და სამხედრო სამსახურს ვერ აგრძელებენ. მე როგორც ვიცი, თქვენ გაქვთ ამასთან დაკავშირებით ხედვა და ეს საზოგადოებამაც რა იცოდეს, თუმცა მე მაინც მინდოდა ჩემი მთავარი კითხვა იყო ის, რომ როგორ მოხდება სამინისტროს დეპოლიტიზაცია, იმიტომ რომ თავდაცვის სამინისტრო ყველა ხელისუფლების ხელში არის კარგი იარაღი, რომ გაატაროს თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენოს. როდესაც თქვენ საუბრობთ იმაზე, რომ ეს არ მოხდება, უნდა არსებდეს კონკრეტული ბერკეტები და მექანიზმები. გარანტიები თუნდაც აი რას აპირებთ ამ ხრივ, აი ამ ორ კითხვაზე რომ გაგცეთ. კი ბატონო, ერთი სოციალური პირობები, იმიტომ რომ ვიცი, მე ვიცნობ ადამიანებს, რომლებიც თუნდაც ბოლო სპეცოპერაციაში მონაწილეობდნენ ლოპოტას ხეობაში და რომ რამდენიმე კურნალობა დაჭირდა, გააძაღლეს სადაზღვევო კომპანიებმა, კლინიკებმა და ეს ხალხი, რომლებმაც თავი გადადეს და ტყვიას უშორე ხარ, რამდენად სწორი იყო ის ოპერაცია, არ მიიღო იმან ბრძანება, მებრძოლია წავიდა ამ ბრძანების შესრულება და ასეთი ხალხს აძანძალებდნენ აქედან იქით და ექცეოდნენ როგორც ვიღაცა ტიპებს, რომლებიც აი დაზღვევაში კაპიკებია გადახდილი. ამ ხალხის მდგომარეობა და სოციალური მდგომარეობა თუ გაუმჯობესდება, რომ ომში რომ მიდის კაცი და იარაღი უჭირავს, იმაზე არ ფიქრობდეს, რომ ხა კრედიტები დაახჭობს შემოჯახს და ნუ 100%-იანი ხარ პირველი რეთაც მივედით და დავიწყეთ ზრუნვა და ჩემი მოადგილე ბურჭულაძე სწორედ ამ საკითხებზე მუშაობს, რომ შევცვალოთ მთლიანად დამოკიდებულება ჯარისკაცის მიმართ, ოფიცრის მიმართ და პირველ რიგში ეს უნდა გამოიხადოთ მათ სოციალურ დაცულობაში. ოჯახი, სახლი თუ დაცულია, ის ადამიანი ვის დღეს ავღანეთშია, პოზიცია და მასზე თავდასხმა ხორციელდება და იმან უნდა მოიგერიოს ეს თავდასხმა, მან იცის, რომ ომშია და თუ კი რამე დაემართა მის ოჯახს სახელმწიფო მოულის. და ამის შესახებ ჩვენ კანონპროექტი ჯერ კიდევ წელიწად ნახევრის წინ შევიმუშავეთ და დღეს მე მქონდა შესაძლებლობა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დაგვეყენებინა და გაგვეტანა საკითხი სპეციალური ჯგუფი კომისია შეიქმნა, რომელიც ვეტერანთა საქმეების ჯერ სტრუქტურული ორგანიზების საკითხსაც გადაწყვეტდა და ასევე მთელი საკანონმდებლო პაკეტი მომზადდება და შევა პარლამენტში. დღეს მოხდა ეს, ბიზნე ივანიშვილს მიიღო ესეთი გადაწყვეტილება, შეიქმნება სპეციალური სამუშაო ჯგუფი, კომისია თავდაცვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, ჯანდაცვის და სოციალური
სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებს მხრიდან და კომპლექსურად, სისტემურად მიუდგებით ამ საკითხს და არ შეიძლება უბრალოდ პატარ-პატარა ცეცხლით ჩააქრო, თქვა იქ ვიღაცას დაეხმარო იმის გამო, რომ კონკრეტულად მოაღწია იმ ადამიანმა შენამდე შემოვიდა და გეუბნება, რომ ჩემო ჯახს ეშიც, არა, სისტემა უნდა შეიცვალოს და სისტემური მიდგომა კონფერენციის ჩატარებას და ეს ინფორმაცია იქნება მათთვის. ჩვენ დღეს მივიღეთ თავრობის ხდომაზე ეს გადაწყვეტილება. რაც შეეხება იგივე ჯანდაცვის პოლისებს და ჯანდაცვის უზრუნველყოფას, ჩვენ ალბათ უკვე ერთ თვეში თვენახევარში არ მინდა შემეშალოს, გამოვაცხადებთ ტენდერს, სადაც საუკეთესო პაკეტი იქნება შერჩეული და არ იქნება განსხვავება ჯარისკაცსა და უფროს ოფიცერსს ან მინისტრის მოადგილეს შორის. ეხლა ელემენტარულად გეტყვით განსხვავებას. თუ კი ჯარისკაცის ჯანმრთელობა დაცული 6 ანუ 6 ლარი და 25 თეთრით, უმაღლესი მაღალი თანამდებობის პირის არის 120 ლარი. აი ესეთი განსხვავება, ესეთი დისბალანსია. და რა თქმა უნდა ეს არასწორია, არასამართლია. და ის საშუალო რამდენი იქნება? ამას უკვე რეფორმის შემდეგ და ხედვის შემდეგ, როდესაც გამოცხადება შეგიძლიათ პირობა დადოთ, რომ ამ ხალხს ექნება ნორმალური დაზღვევა. და ნორმალური არის რომ ნორმალური კი არა, საუკეთესო ერთი დაზღვევა ჰქონდეს, მაგრამ მე წინასწარ ერთვის მერე, როცა გამოცხადება ტენდერი და პაკეტი ჩვენი შეთავაზების, რაც უნდა იყოს ის განიხილება, მე თქვენ გექნებათ საშუალება მოვიწიოთ ან მე, ან წარმომადგენელი და განიხილოთ ეს საკითხი. კარგი, დეპოლიტიზაციას რაც შეეხება? დეპოლიტიზაციის პირველ რიგში ნება არსებობს უკვე პოლიტიკური და იმიტომაც იგივე დანიშნები, რაც განხორციელდა თავდაცვის სამინისტროში, ამ ტენდენციაზე მიანიშნებს, მაგრამ რა არის გარანტია? გარანტია არის ერთადერთი. ეხლა სხვა კონტროლის მექანიზმი საზოგადოებას ასე ვთქვათ, ზედამხედველებს არ აქვს. პარლამენტი, სადაც არის ხალხის მიერ არჩეული დეპუტატები, იქ იქნება სპეციალური არის თავდაცვის და უშუალოების კომიტეტი, არის ნდობის ჯგუფი, რომელიც ესეთ საიდუმლო ხარჯებს გააკონტროლებს და თავად ჩართულობა საზოგადოების არასამთავრობო სექტორის და ჩვენ გქონდა მართლაც შეხვედრა, სადაც თქვენ ესწრებოდით ანალიტიკური ცენტრების, ეგ ერწოდებული think tank-ების, მედიის წარმომადგენლებთან, სადაც შევთანხმდით, რომ მინიმუმ ეხლა უკვე 3 ჯგუფი შეიქმნება, რომელიც ჩართული იქნება რეფორმირების პროცესში, ჩართული იქნება თვითონ სამხედრო SDR-ის და ზოგადად თავდაცვითი დოქტრინის შემუშავების პროცესში და ასევე გამჭვირვალეობა სამოქალაქო ზედამხედველობის პროცესში. აი ეს არის ის ელემენტები და ინსტრუმენტები, რომელიც აქვს საზოგადოებას და რაც მთავარია, ჩვენთვის საინტერესოა, რომ ეს ჩართულობა იყოს და ამიტომ ამ კუთხით პრობლემა კი არა, პირიქით იქნება ჩემი აზრით ერთ-ერთი ყველაზე დიდი წინგადადგმული ნაბიჯი, რაც არა მხოლოდ ჩვენ შიგნით საზოგადოების დობას ამაღლებს, არამედ ჩვენი პარტნიორების მხრიდანაც დაინახავენ, რომ თავდაცვის სამინისტრო ზოგადად ხელისუფლება არის მათი მხრიდან პოლიტიკურად სტაბილური, იმიტომ რომ საზოგადოება ჩართულია და ესმის, რა ხდება და როგორი რეფორმები მიმდინარეობს, იქნება ასევე გრძელვადიანი დაგეგმარების პრაქტიკა შემოღებული, აი თუნდაც კარიერული წინსვლა. მე ვიყავი ავღანეთში, შევხვდი ბიჭებს და მათ თითქმის არც ერთს არ აქვს სტაბილურობის განცდა, როდესაც ის დაბრუნდება სამშობლოში ამხელა გამოცდილებით, ამხელა საბრძოლო და სხვა გამოცდილებით, მას არ აქვს კარიერული სტაბილურობის, ასე თქვა და წინსვლის კონკრეტული მოდელი. მან არის ის რა ბედია. ფერა მოდელს თავაზობ. ყველას ქონდა ის რომ აი ვინც ბაჩო ახალაიას იმას რაღაცა ვიღაცას ითავაზობ სისტემას. ცოტა ბლატები უნდა ქონდეს, ცოტა ეს უნდა ქონდეს და ამაზე ქონდა აწყობილი მთელი წლების განმავლობაში შეესწავლოთ სისტემა. ჩავაბარეთ კონკრეტულად განათლების და კადრების სისტემა ერთ მოადგილეს თამუნა ქაროსანიძეს და მანამდე ხა ეს ჩვენს კუბიკის ჯგუფია, ამერიკელები არიან, ინგლისელები არიან, რომლებიც საკმაოდ გამოცდილი ასე ვთქვათ, მრჩევლები არიან ჩვენთან, რომელსაც მათი ხელისუფლება იხდის, რომ ჩვენ გვირჩიონ სწორად, მაგრამ არჩევას დიდი ხანი არავინ არ უსმენდა. ჩვენ შევემუშავებთ სწორედ კარიერული წინსვლის და განათლების მუდმივი, ასე ვთქვათ, პროფესიონალიზმის დახვეწის მთელ სისტემას. და უკვე ალასანიას მიყვანილი ხარ, ახალაიას მიყვანილი ხარ თუ ნებისმიერი ადამიანის მიყვანილი ხარ სისტემაში, უკვე სისტემის ნაწილი ხდები და იმას აღარ აქვს მნიშვნელობა. შენ თუ განათლება არ დახვეწე, პროფესიული წინსვლა არ დაანახე, ვერ წახვაწე. და როდის გამოაქვეყნებთ ამ ყველას? ეს შემიძლია გითხრათ, რომ 18-ში ეს პირველი მოდელი უკვე მე მექნება წარმოდგენილი იმათგან, ვისაც დავავალე, როგორც გაერთიანებული შტაბიდან, ასევე სამოქალაქო ნაწილიდან და ჩვენ უკვე იანვრის უკვე პირველი რიცხვებიდან დავიწყებთ კონსულტაციებს საზოგადოებასთან, თქვენთან. და დავიწყებთ იმპლემენტაციას იანვრის უკვე ბოლოდან. კი ბატონო, თქვენ და გიორგის ჩაგრაფთა
მადლობთ. მოგესალმებით ბატონო ირაკლი. ამასწინათ თქვენი სამინისტროს მიერ გაცხადდა, რომ შეიქმნება სპეციალური კომისია, რომელიც შეისწავლის პოლიტიკური მოტივით და ასევე უკანონოდ გათავისუფლებული სამხედრო პირთა საქმეებს და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება მათი დაბრუნება ასე ვთქვათ სამინისტროში. ასეთი ადამიანები ჩვენ უამრავი ყოლია რესპონდენტები და ზოგი არასახელებდა თავის სახელს და გვარ ზოგი პირდაპირ და აშკარად ყვებოდა ძალიან საინტერესო და ამავდროულად ამაზრზენ ფაქტებს, მაგალითად ბაჩუ ახალაიამ ერთ-ერთი დეპარტამენტის კი დახურა მთლიანად მხოლოდ იმიტომ, რომ არ მოწონდა ის, რომ იქ იყვნენ პროფესიონალები და რაღაცა ესე გაყალბებულ საბუთებზე ხელი არ მოუწერეს. მე ჩვენ მაინტერესებს როდი შეიქმნება ეს კომისია, ვინ შევა საერთოდ ამ კომისიაში, იმიტომ რომ თვითონ ამ ადამიანებსაც ძალიან აინტერესებთ რამდენად სერიოზულად მიუდგება სამინისტრო აი ამ ფაქტების შესწავლას. მე შემიძლია გითხრათ, რომ ეს ჯგუფი უკვე არსებობს, მუშაობს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ნაწილიდან და გაერთიანებული შტაბის მხრიდან მოადგილეების დონეზეა და ჩვენ უკვე გვაქვს 200 აი გუშინ რაც მითხრეს 2200 განცხადებაზე მეტი, რომელიც განხილვა დაწყებულია. რამდენიმე ადამიანი, რამდენადაც მე მახსოვს, უკვე დაბრუნებულია, უკვე. მაგრამ ეს 2200 დარწმუნებული ვარო კიდე გაიზრდება, მაგრამ ამიტომ სისტემური მიდგომა აქვს საჭირო ეს ჯგუფი სწავლობს ყველა ამ ასე ვთქვათ საფუძველს გათავისუფლების. ზოგი იყო პოლიტიკური მოტივით, ზოგი იყო პირადი შეუთანხმებლობით ან შეუთავსებლობით, ზოგი იმიტომ რომ იყო უბრალოდ დამოუკიდებელი ადამიანები, დამოუკიდებელი აზროვნების ხალხს სამწუხაროდ არ სყალობდნენ თავდაცვის უწყებაში ძველად. აქედან გამომდინარე ეს პროცესი უკვე დაწყებულია და მოქალაქეებს შემიძლია კიდევ ერთხელ გავუმეორო სამხედრო მოსამსახურეები, ვინც უკანონოდ უსამართლოდ არიან დათხოვილი, ესეთად თვლიან თავს, მოგვართოს და ამ განცხადებების რიგში მათაც განვიხილოთ. გიორგი ცხეთოვაშვილი მოპატია გიორგი დავაბატე და ვიცხო ერთ ვიტყვი რომ თვე და აკლდათ ხალხს სამხედრო პენსია რომ მიეხოთ 20 წელი მსახურე 2 თვე და სპეციალურად თითქოს სპეციალურად წოდებებს ხო წოდებებზე და სპეციალურად თითქოს აი ესეთი განცხადებებიც საკმაოდ ბევრია. გიორგი ცხეთოვაშვილი კითხვა. მის მადლობა ბატონო ირაკლი. კითხვა საკმაოდ ბევრია და დრო ძალიან ცოტა ამ კითხვებზე პასუხის გასაცემა, თუმცა დავიწყოთ ავღანეთიდან, ყველაზე საინტერესო ავღანეთის თემა არის, რადგან ინფორმაცია საკმაოდ მცირე არის მუდმივად იმ ადამიანების შესახებ, რომლებიც იქ იბრძვიან საქართველოს სახელით. ერთადერთი რადიო თავისუფლება არის, რომელიც შექმნა ხსოვნის გვერდი და იქ 18-ვე ჩვენი დაღუპული ჯარისკაცის ფოტო და მოკლე ბიოგრაფია არის ჩამოყალიბებული. როგორი არის ხედვა ავღანეთთან მიმართებაში და რატომ აქვს ჩვენ მოსახლეობას რეალურად ეს ცოტა ინფორმაცია ავღანეთთან მიმართებაში ეს ერთი და მეორე საკითხი რომელიც ასევე საინტერესოა რამდენიმე თვის წინ ძალიან აქტუალური იყო სამხედრო სამრეწველო კომპლექსის შესახებ ინფორმაცია ვნახეთ ლაზიკა ვნახეთ დიდგორი ვნახეთ ერთი პოზიცია ვნახეთ მეორე პოზიცია აქვე მე ჩვენს არ ვაყენებ საკითხს დავუშვი ჩვენი სამხედრო ინჟინრების შესაძლებლობებისა. თუმცა მეორეს მხრივ მონეტის მეორე მხარეს სწორედ წარმოება და რენტაბელობა დგას დღის წესრიგში. ანუ რამდენად არის ეს საკითხები შესწავლილი. მახსენდება კობალიკლიადის მასალა ამასთან დაკავშირებით, რომ რა ღირდ კობას ვახდა კითხოს რა გვიჯდება ლაზიკას წარმოება, რა გვიჯდება დიდგორის წარმოება და რამდენად მიზანშეწონილია რომ ჩვენმა წარმოებდეთ ამას ვინაიდან თუ ეს ძალიან ძვირი ფუფუნება ხომ შეიძლება რომ ანალოგიური ამ ტიპის მანქანებს ხვებიც აწარმოებენ, ასე ვთქვათ, უკვე დიდი ხანია და მართალია, აბსოლუტურად სწორადაა ეს არის გაწეული ხარჯი რამდენად რენტაბელურია და რამდენად ასე ვთქვათ შეესაბამება ჩვენს მოთხოვნებს თვითონ მიღებული პროდუქტი. ამ შემთხვევაში არც ერთი ნაწარმი, რაზეც თქვენ საუბრობთ, იგივე არ არის გაცდენილი გამოსაცდელ ვადას. ანუ პრაქტიკულად ჩვენ არ ვიცით საბოლოო ჯამში რამდენად მიეცემა ჩვენი ექსპერტების მხრიდან ამ ასე ვთქვათ ჯავშან მანქანას თუ ამ ნაწარმს რეალურად ხმარებაში გაშვების შესაძლებლობა. მაგრამ მე ვხედავ, რომ სამხედრო სამეცნიერო პოტენციალი ჩვენთან არის. მე სხვათა შორის აი ამ რამდენიმე დღეში მე უთვალწდები ზეგ მექნება შეხვედრა ჩვენს სწორედ ესეთ სამხედრო სამეცნიერო ჯგუფთან, რომელიც დემონსტრირებას გამიკეთებს თქვა რა ჩანაფიქრებია, რა უკვე მიმდინარე პროგრამებია და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ შევძლებთ ჩვენი ჯარისთვის საკუთარი კონკრეტული შესაძლებლობების შექმნას. მაგრამ ეს რა თქმა უნდა
არ უნდა წარმოვიდგინოთ ისე, რომ თვითქმარი გახდება საქართველოს თავდაცვის შეერაღების კუთხით. ამას დაჭირდება დრო, ამას სპეციალური შესწავლა, სულ რაღაც ერთ თვეზე მეტია, ცოტათი რაც უკვე ხელისუფლებაში ვარ და ამ ყველაფრის კომპეტენტურ შესწავლას დრო დაჭირდება. აქედან გამომდინარე, სამრეწველო საკუთარი ჩვენი შესაძლებლობების შექმნა არის პრიორიტეტი, იმიტომ რომ ამას ხალხის დასაქმება მოყვება, მაგრამ ყველაფერი დადის მაინც ბაზრამდე. არის ბაზარი, გასაღების ბაზარი, რამდენად რენტაბელური იქნება ესა თუ ის პროგრამა. პროექტი. რაც შეეხება ავღანეთს. ავღანეთში ჩვენ მართლაც ჩვენი ზომის ქვეყანა ძალიან დიდ მსხვერპლს ვიღებთ. ეს არის დიდი ტვირთი, რომელიც აიღო საქართველომ, მაგრამ მე ვიტყოდი, რომ ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც მიღებული იქნა, ჩვენც გავიზიარეთ ახალმა ხელისუფლებამ, ახალმა მთავრობამ. მე პირადად მჯერა და მწამს, რომ თუ გვინდა რეალურად გავხდეთ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი, ჩვენ თუ გვინდა რეალურად ევროპული და ევროატლანტიკური ოჯახის ნაწილი გავხდეთ, ჩვენ უნდა მონაწილე გავხდეთ გლობალური უსაფრთხოების დაცვის. ამასთან ერთად ჩვენი მეომრები, ჩვენი ბიჭები იღებენ უნიკალურ გამოცდილებას, სამხედრო საბრძოლო გამოცდილებას. და სწორედ ამიტომ ეს ამ კუთხითაც ჩვენი სამხედროებისთვის, მათი შემდგომი ასე ვთქვათ, პროფესიული დახვეწისთვისაც არის ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდილება. რამდენად გამართლებულია ზოგადად საქართველოსთვის ეს ასე ვთქვათ, ამ ხელა მსხვერპლის გაღება, ეს საზოგადოება მე მგონი უკვე გადაწყვეტა. როდესაც დაადასტურა, რომ ჩვენ გვინდა ევროატლანტიკური ასე ოჯახის ნაწილი გავხდეთ. მძიმეა, ძალიან მძიმეა, ტრაგიკულია, რა თქმა უნდა, ომში ვართ. ჩვენ ყოველ დღეს საქართველოს არის ომში, იმიტომ რომ ეს არის ანტიტერორისტული ომი, რომელსაც მართლაც ჩვენი ზომის ქვეყანა არც ერთი არ არის მსოფლიოში უნიკალურები ვართ, ვინც ამ ხელა მსხვერპლს იღებს. რა მოხდება 14 წლის შემდეგ? ეს არის ყველაზე აქტუალური საკითხი. იცით თქვენ, რომ ნატო იმ ოპერაციის, იმ სახით, როგორიც არის ეს ოპერაცია, ასრულებს 14 წელს თავის ასე ვთქვათ ყოფნას ავღანეთში, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ნატო მიდის ავღანეთში. ეს არ ნიშნავს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მიდის და მუშავდება ტაქტიკა, რომ ძირითადი აქცენტი უკვე გადადის ავღანურ ძალებზე, მათ გაწვრთნაზე, მათი ასე ვთქვათ შესაძლებლობების გაზრდაზე. საქართველოს ჩართულია უკვე ამ დაგეგმარების პროცესში ნატოსთან ერთად. საერთოდ პროცესი ესე მიმდინარეობს, რომ ჩვეულებრივი შეერაღებული ძალების წილი იწევს და სპეციალური ოპერაციების ძალების წილი მაღლდება. და საბოლოოდ რამდენადაც მე მაქვს წინასწარ ინფორმაცია, 14 წლის შემდეგ პრაქტიკულად იქნება 30-70-თან, ეს ასე ვთქვათ, შედარებით რომ ვთქვათ. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვხედავთ ჩვენს ადგილს და ნიშას ამ კუთხით, რომ განათლების და ტრეინინგის კუთხით მივეხმაროთ ავღანელებს. მე მქონდა შეხვედრა პრეზიდენტთან, კარზაისთან, თავდაცვის მინისტრთან, ბისმულაჰანთან და სწორედ ამ შესაძლებლობების გამოყენებაზე გავამახვილე ყურადღება და შევთავაზე. ჩვენ გვაქვს ეროვნული აკადემია, ასე ვთქვათ, საჩხერეს სამთო, ასე ვთქვათ, ქვედანაყოფი, სადაც შეგვიძლია მათ დავეხმაროთ საკუთარი ოფიცრების, საკუთარი ჯარისკაცების გაწვრთნაში. და მე ძალიან მომეწონა და დავიჭირე, რომ თავდაცვის მინისტრის მართლაც ხედვა აქვს, რომ განათლებაზე აქვს გადატანილი ყურადღება. ამერიკულ ქვედანაყოფებთან ერთად როგორ მოგვიწევს ურთიერთქმედება, ეს ალბათ უფრო მომავალ წელს, აი 13 წლის პირველ ნახევარში იქნება უფრო ჩამოყალიბებული, ნათელი და საზოგადოებისთვის მერე, როდესაც ჩვენც ჩამოყალიბდებით, უკვე ინფორმაცია. ანუ ირაკლი, აქ რაც უკაცრავად რა გიორგი თქვენ შეგეკითხათ ავღანეთის მისიის თაობაზე, ხალხმა არ იცის ბევრი რამე და რა ვთქვით, მე დავაძლევ ეს რეპლიკას გასუხეთ რა თუ შეიძლება. გიორგიმ რო ახსენა და დიდი მადლობა იმისთვის, რომ ხსოვნის გვერდი ახსენა. ეს არ არის მხოლოდ ჩვენი დამსახურება, ამაში წვლილი მიიღო სტუდია GNS-მა, რომელმაც მოგვაწოდა მასალა მაშინ, როდესაც თავდაცვის სამინისტროსაგან ძალიან რთული იყო მისი მიღება, თუმცა თავდაცვის სამინისტრო ძველი ხელმძღვანელობის დროსაც უმადურობა იქნება არავნიშნულო დაგვეხმარა, მიუხედავად იმ კარშაკეტილი სიტუაციისა, მაგრამ კარგი იქნება მაგალითად თუ თქვენი ბიუჯეტიდან, თქვენ უამრავი სოციალური სფერო გაქვთ ჩამოკიდებული კალათბურთის და რეგბის გუნდების სახით. გამონახავდით სახსებს იმისთვის, რომ შექმნათ ბროშურა ავღანეთში და ერაყში, საერთაშორისო მისიებში დაღუპული ქართველი ჯარისკაცების. გამოაქვეყნებდით მაგალითად, აი მუხრან შუკვანი, რომელიც პირველი დაიღუპა ავღანეთში, წერდა შესანიშნავ ლექსებს პატრიოტულს, სიყვარულზე და აი მოუხვრით ამას თავს, ჩვენ რაც შეგვეძლებოდა მასალები თუ გვაქვს და მიგვწდება ხელი დაგეხმარებოდეთ და კიდევ ერთი
აი ახლოვდება ახალი წელი. უზრუნველყავით ის, რომ ახალი წელი ქართველებს მოულოცოს რომელიმე სერჟანტმა, კაპრალმა ავღანეთის მიწიდან. რომ ამ ადამიანებზე როცა ჩაბრძანდებით თქვენ იქნება თუ გენერალური შტაბის უფროსი, სიუჟეტი იმაზე კი არ აეწყოს ვინ ჩადის იქ. არამედ ვინ ხდება მათ იმაზე აეწყოს სიუჟეტები და მე ვიცი რომ თქვენ გაქვთ გეგმაში, არ მინახა წინ გაუსწრო მოვლენებს, რომ ჟურნალისტების პული შექმნათ, რომელიც 1-3-4 დღე იქნება მათთან ერთად. და არა ისე რომ თავმოკლეჯერის ჩავლენ პრეზიდენტი იქნება თუ თავდაცვის მინისტრი და გამოიქცევიან მე იქიდან და დატოვებენ ისეთ ინფორმაციას, აი უმეცრუს, რომ საქართველოს პრეზიდენტი იყო პირველი სახელმწიფო უმაღლესი რანგის მოხელე, რომელიც ხომანში ჩასულა, რაც არის სიცრუე. აი ასეთ რამეებს თუ არიდებთ თავს და მომავალში ჯარისკაც საჩვენებთ უფრო მეტად. აი გვაჩვენებთ მაგალითად ვინ არის გენშტაბის უფროსი ირაკლი ძნელაძე. რა როგორი გენშტაბის უფროსია? გვაჩვენებთ რომელიღაც ბრიგადის მეთაურს. შესაძლებლობა იქნება რომ მათაც ილაპარაკონ, არა მხოლოდ თქვენ, რაც ძალიან კარგია, არა მხოლოდ მინისტრის მოადგილეებმა, არამედ ამ ადამიანებმა. აი შემოთავაზება აბსოლუტურად სწორია და მე მინდა გითხრათ რომ უკვე ჩვენი საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური მათ შორის ვაკუავალიანი, რომელიც ამ საქმით არის დაკავებული, უკვე გეგმა შემუშავებული აქვს სწორედ იმ კუთხით, რომ წარმოვაჩინოთ ჩვენი გმირები. მათ შესახებ იყოს შექმნილი სიუჟეტები, მათ შესახებ დაიწეროს, გამოიცეს ბროშურებიც. ეხლა თქვენ ახსენეთ 18 დაღუპული ჩვენი მებრძოლი და ყველა ბაზაზე სადაც ვიყავი ავღანეთში, ყველგან აქვთ ეს მემორიალური დაფა. ყველა ბაზაზე 18. ერთ-ერთ ბაზაში შუკვანის ქვია რამდენი. და შუკვანი ქვია ერთ-ერთ ბაზას და აქაც ზრუნავთ იმაზე, რომ ეს ჩაკეტილობა გარკვეულწილად რისგან იყო გამოწვეული, სიმართლე გითხრათ, ბოლომდე ჩემთვის აუხსნელია, იმიტომ რომ თუ კი შენ შვილებს, შენ გმირებს, შენ არ ცემ პატივს, საზოგადოებას არ გაუჩნდა პატივისცემა მათი ღვაწლის მიმართ, რა თქმა უნდა, ჯარი არ იქნება ისეთ მაღალ დონეზე, როგორც ღირებულება აყვანილი საზოგადოებაში და მით უმეტეს ჩვენ გვჭირდება გმირობის მაგალითები და ცოცხალი გმირების მაგალითები. და ესეთ ცოცხალი გმირები არიან აი ეს 2 ბატალიონი, რომელიც თუნდაც ყოველდღიურად სოფლიოს და გლობალურ საფრთხეებს ეცავენ და მთლიანად ვიზიარებთ თქვენ აზრს და ესეც არის ჩაფიქრებული და ჩვენ ამ კუთხით თქვენ ჟურნალისტებსაც მეტ შესაძლებლობას მოგცემთ მასალებითაც რომ გაუწიოთ ამ დიდი სამსახური საკუთარ არმიას. კი ბატონო, რეკლამა უნდა გამოცხო უკაცრავად ერთსამით. რეკლამის შემდეგ განვაგრძელოთ საუბარი, მაგრამ მანამდე მე სამ პათოს ახლა როგორ შევუერთებოდი. მე სმენაში მეტად მოვიჭკოჭლებ და ხმაც არანაირი არ მაქვს, მაგრამ მოუწოდებდი მე მუსიკოსებს, მომღერლებს, ქართველებს, რომ ისინი დაგიკავშირდნენ, თქვენ სამინისტროს დაუკავშირდნენ და ყოველგვარი რაც არ მომწონდა, ტანცი მანცები და რაღაცები რომ იმართებოდა სახელმწიფო ხარჯით დაფინანსებული საახალწლო კონცერტები და 30,000 ლარებს, 20,000 ლარებს ან დაქცეულ ქვეყანაში და გაღარიბებულში რომ იღებდნენ ერთ რაღაცა ფონოგრამაზე პირის გაღებაზე, ამის ნაცვლად გამოთქვან თავად სურვილი, აი გამოთქვით სურვილი და უფრო ღირსეული იქნება რომ ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე და აიღებ გიტარა თუ რა ვიცი ზოგი დოლზე უკრავს და აი ავღანეთში აი რო ვიცოდე მე მოკვდე არაფერი მუსიკალური არ მაქვს ძალიან შორს ვარ ამ საქმისგან თორე ერთი თეთრი არ მინდა დავიხურავდი კუდს და თუ მომეცემოდა საშუალება იქნება ჩავსულიყავს გვილოცავდნენ სამხედრო ფრონტის ხაზიდან იყო ხო და აი ეს იქნებოდა კარგი რომ ქართველი მომღერლები მუსიკოსები ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე უფრო ღირსეული ამბავი იქნება რომ ჩავიდნენ და იქ ვინაიდან ამერიკაში დაჭრილებს გახედავ ჩვენი დაჭრილები ანჯელინა ჯოლის ყავს მონახულებული და რამდენი ფოტო ვრცელდა და როგორ პრეზიდენტებს და პრეზიდენტებს ვიგებთ რომ დაჭრილი იყო თუ ხო და ამის შემდეგ ვიგებთ რომ დაჭრილი იყო და ასე ტომ კრუზ და სხვაები და ჩვენი მომღერლები მარტო 20,000 ლარს რომ იცემ მე მიდიან ფონოგრამას პირს გააღება ყველას არის შესაძლებელი დაჭრილებზე გამახსენდა რომ ჩვენს დავიწყეთ საერეაბილიტაციო ცენტრი იქნება საქართველოში სწორედ დაჭრილების რეაბილიტაციისთვის ამერიკის შეერთებული შტატებიც და მათ შორის ჩვენი ბიუჯეტიც ერთობლივად შევთანხმდით, როდესაც თანამშრომლობის კომისია გაიგებდა რამდენიმე წლის წინ, რომ ესეთ ცენტრს აქ ჩამოვაყალიბებთ. მე ვნახე ჩვენი ბიჭები გერმანიაში დაჭრილები და რა თქმა უნდა, მათ მართლაც ზრუნვა არ აკლიათ ამერიკულ ჰოსპიტალში, მაგრამ ისინი სახში უნდა იყვნენ და აქ უნდა გქონდეს შესაძლებლობა ამ ხალხს უპატრონოთ, მოუაროთ და შემდეგ ისინი დავაბრუნოთ სამხედრო სამსახურში და ძალიან ბევრს მათი ოჯახის წევრებსაც ჩვენ გვაქვს უკვე პროგრამა უნდა შევიმუშაოთ სახელმწიფო პროგრამა რომელიც მათ გააგრძელებინებს სამსახურს იმ ასე ვთქვათ პირობების გათვალისწინებით რა პირობებშიც ეს იქნება მათთვის ალბათ ყველაზე დიდი რეაბილიტაცია მახსენდება ტუღუში მეთაური რომელიც ძიმედ დაიჭრა და რომელიც რამდენად ძალიან მაგრამ მანიშნებია რომ რეკლამის შემდეგ დავუბრუნდებით ეთერში დაგვიგოთ
ახალი ნათება გილოცავთ დამდეგშობა ახალ წელს და გთავაზობთ 20%-იან ფასდაკლებას. შეხვდით ყველაზე მნიშვნელოვან დღესასწაულს განათებულ გარემოში. ეკნობუმში საჩუქრების ჯადოსნური ბუმი დაიწყო. შეიძინე ნებისმიერი ტექნიკა საქართველოში ყველაზე დაბალი ფასის გარანტიით და მიიღე უამრავი საჩუქარი. იჩქარე, ეკნობუმში საახალწლო სურვილები სრულდება. აღარ ღირს იმაზე ფიქრი თუ როგორ წყალში გარეცხოთ, ცივში თუ ცხელში. Samsung-ის სარეცხი მანქანა ტექნოლოგიით Eco Bubble ცივ წყალშიც ისევე ეფექტურად რეცხავს როგორც ცხელში. ტექნოლოგია Eco Bubble Samsung-ისგან. ეს გაცილებით მეტია ვიდრე სარეცხი მანქანა. ეს რევოლუციაა. Samsung-ის გონიერი მაცივარი სენსორული ეკრანი საშუალებას გვაძლევს მართოთ მასივრის ფუნქციები. დაუტოვოთ შეტყობინება ოჯახის წევრებს და გავეცნოთ სხვა მრავალ ინოვაციას მხოლოდ Samsung-ისგან. Samsung-ის ახალი მაცივარი სენსორული ეკრანით ცოტაოდენი სიგრილე თქვენი თბილი სახლისთვის. ბარიერი ბრუნდება ტელეკომპანია კავკასიის პირდაპირ ეთერში. თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია და ჩემი კოლეგები ჟურნალისტები არიან გადაცემის სტუმრები. ბატონ ირაკლი, ერთი მტკივნეული თემა არის ყველასთვის, ჩემთვისაც მათ შორის, ეს არის რეზერვი. შეიძლება ძალიან აგდებულად ეკიდებოდნენ, იმიტომ რომ შეიქმნა ბატალიონები, სადაც გიორგი არველაძე დაინიშნა ბატალიონის მეთაურად, კირკიტაძე იყო ერთ-ერთი ბატალიონის და იქ რაღაც ინგლისის შამის და დროის თარების მეც არც არაკეთებდნენ. ერთი სახელმწიფო მოხელეები დანიშნეს ბატალიონის მეთაურად, ომის შემთხვევაში მათ თავის სტრუქტურების უნდა მიეხედათ. ეს ერთი და მეორე, როგორ შეიძლება 500 კაცი და 600 კაცი ჩააბარო ადამიანს, რომელსაც 20 მეთაურის ზონის განათლებაც არ აქვს, ხომ? მათთან შედარებით მე გენერალი ვარ და ორ კაცს ვერ უხემძღვანელებ, იმიტომ რომ ვიცი რომ არ ვიცი სამხედრო საქმე ნამდვილად. შემოვდივართ წინადადებით, ალეკო გაუშვათ რეზერვის მომზადების უფროსად. არა, უფროსად ხო არანაირად. რეზერვში წასვლა უნდა და ამგვარად ეთერამდე სწოვიდათ ესერჩი სწოვდა. მუდმივი ექსპერიმენტების საკითხი იყო ეს რეზერვი. ომამდე რეზერვი ვიცით ეს იყო პიარი და იმის მიღმა არაფერი არ იყო იქ რამდენიმე მსელობა ჯანჯღავას დროს, უნდა ვთქვათ რომ ცდელობა იყო 18 დღიანის დროს რაღაცას დამსგავსებოდა, მერე ისე შეიცვალა ომის დროს იყო სრული კატასტროფა. Klianad moshili, ომის შემდეგაც კატასტროფა იყო. პირადად მე და სხვა ჟურნალისტებსაც შეურაცხყოფა მოგვაყენეს, იმიტომ რომ ნამდვილად სახსალამათი ვარ და წამიყვანეს ყველანაირი სამეცნიერო შემოწმება ჩამიტარეს თქვენს რომ ვიყავი ჯანმრთელი და შემდეგ იმის გამო რომ ვიღაცას გაახსენდა რომ მე ჟურნალისტი ვიყავ, რომელსაც შეიძლება მომეყოლა იქ რაც კარგი იყო ან ცუდი იყო. განსაკუთრებით ალბათ ცუდი. ბრაკი ხარო, აი ესე პირდაპირ მიყვა ხელი გაქვს მოკლე, ნუ სუმეცინება ამას რო ვიხსენებ, მაგრამ მაშინაც გაცეცხლებული ვიყო და ძალიან ცეცხლები, იმიტომ რომ მე დაჩი გრძელიშვილს ცეროზე აღმოუჩინეს ვითომ, იმიტომ რომ შეეშალა დემეტრე გვია პასპორტში და შემდეგ აღმოაჩინა, უი შენის არ ხარო და მე უთხრეს, უი შენ ცეროზე გაკო. ისე როგორც მე ერთი ხელი მოკლე გაკო და შეურაცხყოფ და ბალა ბრაკები აქეთ, ბრაკების ავტობუსი და გამომიყვანეს დაბრაკულად, როცა ნუ გრიგოლ ტურძელაძე იმ კაცს არასოდეს არ ვაპატიებ იმ ექიმს, იმიტომ ჰიპოკრატეს კი ფიცი კი არა, მამის ტოლა კაცი ყველანაირ უმსგავსობაზე წავიდა. უთხარი რომ მეთქი გასაგებია რომ დაგავალეს, მაგრამ ნუ მაყენებ მათქი მაინც შეურაცხყოფს და მითხარი რომ 100-ას მოკლედ ეხა ეს თემა მაცოხებს. რეზერვს რა ბედიელის მოკლედ ოდესმე თუ მივიღებთ ადეკვატურ რეზერვს, სადაც შერჩევაც ნორმალური იქნება, სწავლება ნორმალური იქნება და საბირჟაოდ და იქ ჯოკერის სათამაშოდ არ წაიყვანა იმ რეზერვისტებს ნორმალური სამეთაურო რგოლი ეყოლება და ასე შემდეგ. ამას თუ მივიღეთ, ან საერთოდ არ ვიცი რამეს რას რეზერვი აუცილებლად გვექნება და ეს არ უნდა იყოს პოლიტიკური ახირება რომელიღაცა ლიდერის ან მინისტრის, ეს უნდა მოდიოდეს გააზრებული თავდაც თვითონ გაერთიანებული შტაბებიდან და როგორც გითხარით 18-ში მე წარმომიდგენს გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელობა მათ მიერ ასე ვთქვათ დავალება რაც მიიღეს სამხედრო შერეღული ძალების ფორმა, ორგანიზება და მათ შორის რეზერვის შექმნის გაწვრთნის და გრძელვადიანი ასე ვთქვათ დაგეგმარების გეგმას. და ამის შემდეგ იქნება ეს უკვე ცნობილი. მე არ მინდა დავასრულო სამხედროებს და მათ მაგივრად ავხსნა როგორი რეზერვი ექნება ჩვენს ქვეყანას. ზოგადად მინდა გითხრათ რომ ჩვენი ამბიციური გეგმა რომ ძალიან სწრაფად ალბათ რამდენიმე წელიწადში გვინდა და ჩემი აზრით ეს შესაძლებელი იქნება რომ გადავიდეთ სრულად პროფესიულ ჯარზე. ეტაპობრივად შევამცირებთ წევანდელთა რიცხოვნობას და პრაქტიკულად პროფესიული არმია გვინდა გვყავდეთ რამდენიმე წელიწადში და ამ შემთხვევაში კიდევ უფრო ათმაგდება სწორად დაგეგმილი რეზერვის ასე ვთქვათ ფასი და შესაძლებლობები
მათ ეკნებათ მრავალი დატვირთვა, ეს იქნება არა მხოლოდ რეზერვი, რომელიც თავდაცვის უნარიანობის, ასე ვთქვათ, ან ქვეყანაზე იერიშის შემთხვევაში იქნება გამოყენებული, მათ გამოვიყენებთ ასევე სტიქიური კატასტროფების დროს, ასე ვთქვათ, ძალიან მობილური, თავისთავად და ეფექტური რეზერვი გვეყოლება. ამასთან დაკავშირებით თან ჩვენ უკვე თანამშრომლობთ შვეიცარიასთანაც, ნორვეგიასთანაც, ვისაც აქვს ძალიან კარგი გამოცდილება რეზერვის ორგანიზების რეგიონის რელიეფიც, თქვა, რიცხოვნობაც საზოგადოების და ხალხის შეესატყვისება საქართველოს და ამიტომ ძალიან გააზრებულ გეგმას შემოგთავაზებთ უკვე თვითონ. ერთ რჩევას მოგცემ და შემდეგ ირაკლი ალადაშვილს და შემდეგ თქვენ საიტზე ძალიან მარტივად შეგიძლიათ, იმიტომ რეზერვში ვინც შეწუხებულები ვიყავით უსაქმურობით და ჯოკერის თამაშით და ასე შემდეგ, აი დროსთან ბრძოლას სწავლობდით რეზერვში რეალურად, იმიტომ რომ ამის არ გვასწავლიდან ძირითადად. ჩვენ ერთმანეთში ხო ამბობთ, აი როგორი შეიძლება უკეთესი ყოფილიყო და იქ ბევრი იდეა იყო. შეგიძლიათ საიტზე გამოაცხადოთ, რომ ვისაც რეზერვი აქვს 18 დღიანი თუ 8 დღიანი გავლილი, უბრალოდ კითხოთ, ვის რა მოსაზრება ან იდეა გვაქვს, იმიტომ რომ ეს ჩვენ თავზე გავიარეთ იმ ბრძოლაშიც ხო ხედავდით, არა მეტაურვარ ხუდი დაიხურა. თქვენი გამოცდილება რეზერვის რო გავიზიარეთ. სიამოვნებით დარწმუნებული ვარ, რომ ათასობით ბიჭი, ვისაც ეს აქვს გავლილი, მოგწერთ მოსაზრებას. იქიდან ახლა რაღაცა დავინდება, რაღაცა ივარგებს, რაღაც არ ივარგებს, შეიძლება იქ სადღეგრძელოები ბევრი იყოს და ასე შემდეგ, მაგრამ აი ესეც არის გამოცდილების გაზიარება რა ხან ახსენეთ, მე მინდა გითხრათ და მქონდა საუბარი თქვენთანაც ამაზე. სამწუხაროა, რომ საქართველოს სახელმწიფოს არ აქვს რეალურად შეფასებული ბოლო 20 წლის განმავლობაში სტრატეგიულ, ოპერატიულ და ტაქტიკურ დონეზე რა შეცდომები იქნა დაშვებული იმ საბრძოლო მოქმედებების წარმოებისას, რომელიც ჩვენს ქვეყანაში მიმდინარეობდა. ამის ცდელობის მაგვარი, როგორც მითხეს, იყო 2008 წლის აგვისტოს შემდეგ, მაგრამ რეალურად პრაქტიკულად ამის ნება არ იყო პოლიტიკური. აქედან გამომდინარე ჩვენი გეგმაა შეიქმნება სპეციალური ჯგუფი, უკვე ხალხი ჩვენი მხრიდან შერჩეულია, შეიარაღებული ძალებიდანაც, სამოქალაქო ნაწილიდანაც, რასამთავრობო საზოგადოების წარმომადგენლების მხრიდანაც, რაც მთავარია იმ ადამიანების მხრიდან, ვინც უშუალოდ მონაწილეობდა 93-12 წლებში. შემდეგ უკვე იგივე 2008 წელს, იგივე 2004 წელს, როდესაც პროვოცირება მოხდა დაპირისპირების, რომ ჩვენ ვიცოდეთ ზუსტად რატო მოგვივიდა ის შეცდომები, რაც დაუშვი და აღარ გავიგე. ჩვენ შიგნით შექმნილია, მაგრამ საზოგადოებას ეხა ჩავთავთ. ყოფილ ოფიცრებს, თავდაცვის მინისტრებსაც მათ შორის მოусმენთ და ეს იქნება ის გამოცდილება, რომელიც უნდა გაუზიაროთ ჩვენ ყველა კადეტს, ყველა ოფიცერს, რომელიც სწავლობს აკადემიაში თუ თავდაცვის ხელოვნებას ეფუძნება და ამაზე ავაშენოთ თავდაცვის დოქტორინა. ამის გარეშე რეალურად ჩვენ იმ გამოცდილებას და მდიდარ გამოცდილებას ხშირ შემთხვევაში სამწუხარო გამოცდილებას თუ არ გავიზიარებთ, იგივე შეცდომებისთვის ვიქნებით განწირული მომავალში. ბატონო ირაკლი, თავდაცვის სამინისტროს ახალი ხელმძღვანელობა, გაერთიანებული შტაბის ახალი ხელმძღვანელობა თუ ანალიზებს იმ პროცესებს, რაც მიმდინარეობს მე-4 და მე-7 საოკუპაციო ბაზების ტერიტორიაზე, ცხინვალის რეგიონში და აფხაზეთში. როგორ ძლიერდება ეს ბაზები, რა ახალი შეიარაღება მიდის და რამდენად იზრდება საფრთხე. ბუნებრივია, ჩვენ დეკლარირებული პოლიტიკა გვაქვს და ესეც არის, რომ პრობლემებს, რომელიც გვაქვს რუსეთის ფედერაციასთან, დეოკუპაციის, ასე ვთქვათ, ხედვა ჩვენ არ აგვაქვს სამხედრო შეიარაღებული ძალების გამოყენებით. ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენი სამხედრო შეიარაღებული ძალების გამოყენებით არ ვაპირებთ ტერიტორიული პრობლემების მოგვარებას. ეს დეკლარირებული ხედვაა, მაგრამ არავითარ შემთხვევაში ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ არ მოვიპოვებთ სადაზვერო ინფორმაციას ოკუპირებული ტერიტორიებიდან. იცით თქვენ, რომ არსებობს საგარეო დაზვერვის სამსახური, მაგრამ ასევე ჩვენ გვაქვს სამხედრო დაზვერვის სამსახური, რომელიც ამ ინფორმაციას აგროვებს და პოლიტიკურ ხელმძღვანელობას მეც და ასევე ჩემს ზემდგომ პოლიტიკურ ხელმძღვანელობასაც აწვდის მუდმივად ამ ინფორმაციას. მიმდინარეობს ბუნებრივი ანალიზი, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ამ ეტაპისთვის პირდაპირ საფრთხის შემცველი ინფორმაცია, რომ სამხედრო შეიარაღებული დაპირისპირება შეიძლება იყოს გარდაუვალი, არა გვაქვს. ამიტომ ჩვენ გვაქვს მეტი დრო ახლა რეალურად მივხედოთ საკუთარ თავს, მოვიყვანოთ წესრიგში ჩვენი შეიარაღებული ძალები, გავმართოთ, იყოს მობილური სწრაფი რეაგირების შესაძლებლობის მქონე და ასევე ეს გვაძლევს, ახლა მე თავდაცვაზე ვლაპარაკობ, მაგრამ გვაძლევს შესაძლებლობას ჩვენ როგორც ქვეყანას ეკონომიკური განვითარების ინსტიტუტების შენების დრო გქონდეს და არ ვიყოთ მუდმივ
დაპირისპირებაში, რიტორიკულში, პოლიტიკურში და ერთმა დაიფაროს სამხედრო დაპირისპირებაში ჩვენს ყველაზე დიდ საგარეო პოლიტიკურ და სამხედრო გამოწვევასთან რუსეთთან. ამიტომაც გადაწყვეტილება რაც მიიღო პრემიერ-მინისტრმა და მთავრობამ, რომ სპეციალური წარმომადგენელი დანიშნა რუსეთთან მოლაპარაკების კუთხით, რასაც უკვე გამოეხმაურა რუსული მხარეც, სწორედ ამ პოლიტიკის ნაწილია. ჩვენ რუსეთი ისეთ მდგომარეობაში უნდა ჩავაყენოთ, როდესაც საქართველოსთან მუდმივად პოზიტიური ნაბიჯების გადადგმა და სიგნალები ექნება და მათ არ ექნებათ მიზეზი, რომ აგრესიული პოლიტიკური თუ სამხედრო შეტევა მოიტანოს საქართველოზე და ადრე თუ გვიან ჩვენ მართლაც მე დარწმუნებული ვარ იმაში. ჩვენ 3000 წლიან ისტორიას თუ გადავხედავთ, როგორ იყო დახლეჭილი საქართველოს საუკუნეების განმავლობაში, შემდეგ ქართველიერი ერთიანდებოდა და აერთიანებდა ჩვენ ქვეყანას. მე დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთს მოუწევს საკუთარი ვალდებულების შესრულება, რომელსაც ხელი მოაწერა 2008 წელს, გაიყვანოს საკუთარი უკანონო შერაგებული ძალები საქართველოსთან. მაგრამ ჩვენ გვინდა რაციონალური, პრაგმატული პოლიტიკა, რომ ამ შედეგს მივახციოთ. წინა ხელისუფლებას არ ქონდა ესეთი პრაგმატული და რაციონალური პოლიტიკა. ჩვენ ახალი შესაძლებლობები გავაჩინეთ და მიუხედავად იმისა, რომ ილუზია არ აგვაქვს, რომ ეს სწრაფად მოხდება. სწორი გზა, ერთადერთი გზა და ალტერნატივა ამ გზას არ აქვს. დიახ, ბრძანეთ. თქვენ ბატონო ირაკლი, ცოტა კონტექსტიდან უნდა ამოვარდე ეჭვი. მაქვს ერთი პოლიტიკური კითხვა უნდა დაგისვათ, ვინაიდან თქვენ დარჩით პარტიის წევრად, ხო და ალბათ ამას წამოგაწახებენ ოპონენტები მომავალში. ერთი კითხვა მაქვს ასეთი. რა ვიცი გეტყვიან, რომ მიკერძოებულია და ასე შემდეგ, არ ვიცი. ნებისმიერ შემთხვევაში ესეთი კითხვა მაქვს. რამდენიმე დღის წინ პრემიერმა თქვა, რომ სამეგრელოში, ასე რომ ვთქვათ, განცდილი მარცხი იყო რაღაც არასწორი სტრატეგიის შედეგი და ასე შემდეგ. სამეგრელოში არჩევნები ოცნებამ ფაქტობრივად ტოტალურად წააგო, შეიძლება ითქვას. მე ძალიან კარგად მახსოვს თქვენი საარჩევნო შტაბის ბატონ ირაკლი ჩიქოვანის ფრაზები როლანდ ახალაიასთან, ძმებ ახალაიებთან, მათი მეთოდებით მოგებულ არჩევნებთან დაკავშირებით სამეგრელოში. მე მგონი თქვენი შტაბის და პრემიერის განცხადებები მოდის წინააღმდეგობაში ერთმანეთთან. იქნება ახსნათ საიდუმლო სამეგრელოს ჩატარებულ არჩევნებს. რა მოხდა რეალურად, შედის თუ არა ახალაიას წინააღმდეგს არჩეული პროკურატურაში? განიხილავთ თუ არა საერთოდ ამას კიდევ როგორც თემად? და ეს იყო თქვენი შეცდომა და თქვენი დამარცხება თუ ეს იყო მათი გამარჯვება მათი მეთოდებით? როლანდ ახალაი ამბობს, რომ ალასანია შურისძიება, ყველაფერი რაც ჩვენი ოჯახის გარშემო ხდებაო, რამდენად ესა და შეიტანეს იქ ვიღაც ხედრიონელი მომიგზავნესო თუ ვიღაც. ხო, ნუ ეხა როგორი ძალადობა იყო განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში და კონკრეტულად სამეგრელოში, ეს მე მგონი ჟურნალისტებსაც კარგად გახსოვთ, კონცენტრირებული იყო პრაქტიკულად ყველაზე დიდი რაოდენობით ეგრეთ წოდებული ზონდერების ჯგუფები, სხვადასხვა ძალოვანი სტრუქტურების სპეციალური დანიშნულების რაზმები. ამაზე არაერთხელ ვილაპარაკეთ და ჩვენ ყველა სამართლებრივი გზა ამოვწურეთ პრაქტიკულად, იმიტომ რომ შევიტანეთ სარჩელი, იყო მტკიცებულებები და მხილებული იყო თითქმის მთელი პროცესი გაყალბების, ზეწოლის, პოლიტიკური შანტაჟის. მაგრამ იმ პერიოდშიც და სამწუხაროდ ეხლაც დამოუკიდებელი მართლმსაჯულება და სასამართლო არ იყო. აქედან გამომდინარე ჩვენ როგორც კანონმორჩილი და ინსტიტუტების პატივისმცემელი პარტია, და ამ შემთხვევაში ჩვენ პარტიაზეა კონკრეტულად და კოალიციაზე საუბარი, ჩვენ ჩავთვალეთ საჭიროდ რომ მოხდეს დიდი გადაფასება ზოგადად არჩევნების სისტემის და როდესაც ჩვენ დავიწყებთ გასწორება საარჩევნო სიების და ეს ერთ-ერთი სავიზიტო ბარათი ბიძინა ივანიშვილის მთავრობის ჩვენი კოალიციის უნდა იყოს ის, რომ ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ გავწმინდავთ ამომრჩეველთა სიას, მყარისულებისგან, დამატებითი სიებისგან, ჯერ არ არის რა თქმა უნდა. ეს იქნება და ამასთან ერთად ბუნებრივია ყველა უმსგავსოება, საარჩევნო უმსგავსოებას აეხება ფარდა. მათ შორის სამეგრელოშიც. დღეს მე არ ვაპირებ არც ამაკ სამართლებრივი ბერკეტი რაიმე ფორმით მეც და ჩვენს პარტიასაც გადავხედოთ იმ შედეგებს, რაც დადო სასამართლომ, რაც დადო საარჩევნო კომისიამ. ეს ჩემი აზრით უფრო გლობალურ კონტექსტში, როდესაც მთლიანად შეიცვლება ის მანკიერი თვისება, ასე ვთქვათ, ძალის გამოყენებით, ძალოვანი სტრუქტურების გამოყენებით, დაშინებით და შანტაჟით არჩევნების ჩატარების უფრო გახდება საჯარო ცნობილი. რაც შეეხება პრემიერის განცხადებას, ის ბუნებრივია პირდაპირ ესატყვისება და შეესაბამება იმას, რასაც მე ვიძახი. მან თქვა, რომ სამეგრელოში ვერ მოვახერხეთ ასეთი კონცენტრირებული ძალადობის მანქანის დროზე გამოვლენა
დაპირისპირება, თუმცა რამდენად შეგვეძლო ამის გაკეთება ფიზიკურად, ალბათ ვერ შევძლებდით, იმიტომ რომ მაშინ პირდაპირ დაპირისპირებაში, ფიზიკურ დაპირისპირებაში უნდა შევსულიყავით ამ ძალასთან, რაც არ შედიოდა ჩვენს ამოცანაში, იმიტომ რომ ჩვენი ამოცანა იყო მშვიდობით მომხდარი იყო ეს ტრანზიცია. აქედან გამომდინარე, მე დარწმუნებული ვარ, რომ მომავალი არჩევნები, უკვე საპრეზიდენტო არჩევნები მომავალი წლის ჩატარდება მართლაც თავისუფალ გარემოში და იქ დავინახავთ კონტრასტს. როგორი იყო არჩევნები აქამდე, როგორი არჩევნები ბოლოს. ჩემი კოლეგის ზონდერებზე გკითხათ, რა და ეს ზონდერები ტრიალებს 1-2-3 წელია და არ მინდა ისე ჩავიდე მიწაში, არ გავიგო ვინ არიან ეს ზონდერები. ასე ფარაონების ვინაობას ადგენენ და 1-2 ეს ზონდერი აჩვენეთ კაცო ხალხს, რაღაცა ესე იგი მითიური პერსონაჟები არიან, ესენი მოინანიეს ახლა კი და სასჯელზე კი არ მით სასჯელობის გამო ვლაპარაკობ, მაგრამ თქვენ ისე წარმოადგენდით ამ საქმეს წინასაარჩევნო პერიოდში, რომ ესენი არსებობი იყვნენ ნამდვილად, ხო? თვით ლიკვიდირდნენ ესენი. თუ თქვენ სამსახურში ჩადგენ, სად არიან ახლა? თქვენ უფრო კონკრეტულად საუბრობთ იმ დაჯგუფებებზე, არაფორმალურ დაჯგუფებებზე, ხალხს ვინც აშინებდა, რაზეც თქვენ ლაპარაკობთ. კი, ესეთი ჯგუფები ახლა უნდა განვასხვაოთ. ზონდერებს კიდე სხვა სახში თქვა წასული ხარ ეს ბოლო პერიოდი და კიდე ბოლომდე ამ განმარტებებში არ ახარ გათვითნობიერებული. ის სხვა ჯგუფია, რომელიც შეიქმნა სპეციალურად და სხვათა შორის საფარი ჰქონდა ის, რომ აყალიბებდნენ რეზერვს. და ზონდერების ჯგუფი ეს არის კუნთმაგარი ყოფილი სპორტსმენებისგან ჩამოყალიბებული სხვადასხვა უწყებებში შემავალი სპორტის დეპარტამენტი იქნება თუ კიდე სხვადასხვა უწყებები სხვადასხვა შორის აბსოლუტურად მოულოდნელ ადგილებში აღმოაჩენდი ხოლმე ესეთ ჯგუფებს სადაც იყვნენ მიბმული ასე ვთქვათ ხელფასებს ესეთი ჯგუფები არიან ვისაც იყენებდნენ უკვე კუნთმაგარ ბიჭებს დემონსტრანტების თუ დასაშლელად და შემდეგ უკვე ამომრჩევლების დასაშინებლად მაგალითად შემიძლია გითხრათ რომ 215 პიკაპის ტიპის ესე ვთქვათ ჯიპი დადიოდა ზუგდიდის დაბალ ზონაში არჩევნების დღეს რო დაეშინებინათ რომ კაციშვილს არ გამოხვიდეთ და არ მისცეთ ხმა აბა გაბედეთ და ყველას გაფიქსირებთ და ზეგ დაკავებული იქნებით ყველას ჩამოურეკეს და ეუბნებდნენ რომ ზეგ ანუ არჩევნების შემდეგ ერთ დღეს ყველას დაგიჭერთ აი ესეთი არჩევნები ტარდებოდა მაგრამ საზოგადოების ქართული ხალხის მასშტაბურობამ, ნების მასშტაბურობამ დაამარცხა ეს სისტემა და ასევე არ უნდა დაუკარგოთ პრემიერ-მინისტრს თავისი, ასე ვთქვათ, დამსახურება ამაში, რომ მან გაუჩინა ეს დამარცხების და უბრალოდ გამარჯვების იმედი საზოგადოებას და მასშტაბურობამ გადაწყვიტა, თორე ჩვენ კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ ადამიანები შეიძლება ჩვენი მხარდამჭერები იყვნენ, მაგრამ ესევე იყო ადგილობრივ არჩევნებზე, მაგრამ დიდი ნაწილი საზოგადოების არ მოვიდა არჩევნებს, დღეს თუ იმედი არ ჰქონდათ. რაიმე შეიცვლებოდა. რო არ ყოფილიყო ესეთი მასშტაბური მოსვლა არჩევნებზე, ალბათ შედეგი აბსოლუტურად სხვანაირი დადგებოდა. და ეს ხალხი ზონდერებიც ის ჯგუფი, კონკრეტულად თქვენ რაც ახსენეთ, ის ჯგუფები ჩვენ შევისწავლეთ, რაც თავარია მათ იარაღი, რომელიც იყო ამ საქმისთვის გამოყოფილი და ასაწყობებულია და კონტროლქვეშა აქვს აყვანილი ნაწილი სამხედრო პოლიციას, ნაწილი თქვა შინაგან საქმეთა სამინისტროს, ანუ მინდა გითხრათ, რომ შეერაღებული უკვე კაცშვილი ამ ჯგუფებიდან აღარ არის მათ ვაპირებთ ჩვენს ასე ვთქვათ სხვადასხვა სტრუქტურებში გადამზადებას და ვინც შეესატყვისება ფიზიკურათაც მორალურ ფსიქოლოგიურათაც ჯარში ასე ვთქვათ სამსახურს ის შენარჩუნებული იქნება თუ არა დარჩენი დათხოვებული დამნაშავეზე ლაპარაკი გიორგი ცხიტავა დამნაშავე ვისაც დანაშაული აქვს ჩადენილი ის კანონის წინაშე აგებს პასუხს აქ არ არის ესეთ ხულს ყოფილი არჩევნა არ შუმდებათ არავითარ შემთხვევაში გიორგი ერთი ეს კითხვა მქონდა პოლკოვნიკების და მაღალი რანგის ოფიცრების გამოძახება რამდენად ჩემთვის რომელია კვლავ პრობლემატური საკითხია იმიტომ რომ ვერ ხერხდება უმაღლეს მთავარსარდალთან გარკვეული მოლაპარაკებები ამ თემაზე გულისხმობ პოლკოვნიკების გამოძახება სამხედრო სამსახურში დაბრუნება წასულების რა მდგომარეობა არის მაგ კუთხით ეს ერთი და მეორე საკმაოდ ხმაურიანი ინფორმაცია მიდიოდა წინა მინისტრის დროს სამხედრო ქალაქის მშენებლობასთან დაკავშირებით და იქაც იყო ძალიან ბევრი უკმაყოფილება ბინების არასწორად განაწილების თვალსაზრისით. შეჩერებულია თუ არა ეს მშენებლობა ამჟამად და როგორ მიდის განაწილება ამ საკითხის? ცერა მე რამდენადაც მახსოვს გახსნეს კიდევაც რამდენიმე სახლი და აღმოჩნდა რომ პრაქტიკულად დაუსრულებელია ეს სამუშაოები, ამიტომ ამ კუთხით მე მქონდა მშენებლებთანაც შეხვედრა ჩვენ უწყების შიგნით წარმომადგენლებთან
და ჩვენ ვაპირებთ ეს გავაგრძელოთ და დავასრულოთ და დაურიგოთ სამხედრო მოსამსახურეებს. შერჩევის პრინციპს თვითონ ადგენს შეერაღებული ძალების, ასე ვთქვათ, წარმომადგენლები. აქ არ იქნება შერჩევითობა სამოქალაქო და პოლიტიკური ნაწილის მხრიდან, ანუ თავდაცვის სამინისტროს მხრიდან. პირველ რიგში უნდა დაგმაყოფილდნენ ისინი, ვინც რიგში იყვნენ, ასევე ომის ვეტერანების ოჯახები და აქედან გამომდინარე ჩვენ უკვე ვაპირებთ ძალიან მალე პირველი ეტაპი, ასე ვთქვათ, გადაცემის ამბინების განმახორციელოთ. კონკრეტულ ვადებს ახლა ვერ გეტყვით. ხო, აი ესეთი მიდგომა გვაქვს. გაგრძელდება, ასე ვთქვათ, ამ ბინების ბოლომდე მშენებლობა. რაც შეეხება პოლკოვნიკების გამოწვევას, მართალ ვბრძანებთ, თქვენ იმაზე მეტი ინფორმაცია გაქვთ, ვიდრე მე მეგონა. არის ეს პროგრამული საკითხი, ისევე როგორც რჩება პროგრამულ საკითხად საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან ელჩების გამოწვევის და ახალი ელჩების დანიშვნის საკითხიც. ჩემთვის და ჩვენთვის გაუგებარია რატო და რისთვის ხდება ესეთი გაჯიუტება პრეზიდენტის მხრიდან ამ საკითხზე, იმიტომ რომ იყო ნათქვამი და შეთანხმებული, რომ საგარეო პოლიტიკასაც, საგარეო საქმეთა მინისტრის და პრემიერ-მინისტრს განხორციელებაში ხელს არ შეუშლიდა. ასე რომ ეს არის პრობლემური ნაწილი კოჰაბიტაციის. ვიზე არის პრობლემა ჯანჯალაზე, ოსეფაშვილზე, მახსოვდება ჩაჩიბაი ბრიგადის გენერალია და დაბრუნდა აგერ გენშტაბში. თუ ვინმე სხვა. არის კონკრეტული რაღაც წარმომადგენლები, რომელიც ასე ვთქვათ, გადალახვა ჩემი აზრით შესაძლებელი იქნება ამ პრობლემის. თუ არა და მათთვის იქნება ეს უფრო ასე ვთქვათ წამგებიანი, იმიტომ რომ დღეს მთელი მსოფლიო უყურებს საქართველოს როგორც შესაძლებლობას, რომ დემოკრატიული ტრანზიცია ბოლომდე შედგეს. და როდესაც პრეზიდენტი ესეთ ნაბიჯებს დგამს და ამოხრუჭებს ამ პროცესს, ჩემი აზრით, მათი პოლიტიკური გუნდისთვის ეს არ უნდა იყოს მომგებიანი. ასე რომ მე იმედი მაქვს, რომ თანაარსებობა პოლიტიკური, რომელსაც თითქოს აცხადებს უკვე უმცირესობაში მყოფი პოლიტიკური ძალა, რომ მზად არის განახორციელოს, მართლაც შედგება, იმიტომ რომ უბრალოდ აზრი არ ექნება მათთვის ესეთ გაჯიუტებას. კარგი, რუსიკო და შემდეგ უნდა შევაჭროთ. ამერიკას და სამხედრო თანამშრომლობაზე ითქვა, რომ გარკვეული წინსვლის 10 დღის წინ, დაახლოებით 10 დღის წინ იყო გარკვეული შეხვედრები. კონკრეტულად რას გულისხმობს? ეს არის იარაღის შესყიდვასთან დაკავშირებით მოხდა შეთანხმება, არის გარკვეული, თქვათ, რაღაცა კონკრეტული გადაწყვეტილებები მიღებული და თქვათ ეს როგორ შეფასდება იგივე რუსეთის მხრიდან, აი ამაზე რომ გითხრათ, რა გადაწყვეტილებები იქნება მიღებული. კარგი და ირაკლის შეკითხვა ან მოსაზრება ირაკლის ხოლმე. ახლა დავუსვა? კი ბატონო. მადონო ირაკლი, ატარებს თუ არა, დაწყებული აქვს თუ არა ინვენტარიზაცია ან თავდაცვის სამინისტროს ან გაერთიანებულ შტაბს სამხედრო ნაწილების, რადგან არსებობს გონივრული ეჭვი, ძალიან დიდი გონივრული ეჭვი, რომ დანაკლისია საწყობებში, რაც შეიარაღზე და განსაკუთრებით საჭურველი დიაგნოზთან დაკავშირებით. აი ეს ორი შეკითხვა რა. კი ბატონო, დავიწყებ ინვენტარიზაციის, დაწყებულია უკვე 3 კვირა, თუ მეტი არა და თვის ბოლოსთვის მე ველოდები უკვე ანგარიშს გაერთიანებული შტაბის მხრიდან. აქედან გამომდინარე მე მექნება სრული ინფორმაცია და მეც ვაგრძელებ გარკვეულწილად ჩემი მხრიდან ინსპექტირებას და ასე ვთქვათ ვიზიტებს უკვე ადგილებზე, მათ შორის დასავლეთ საქართველოს დამჭა მოსანახულებელი. რაც შეეხება ხო საქართველოს ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობის და ორმხრივი სამხედრო პარტნიორობის და თანამშრომლობის ჯგუფს, რომელიც ჩამოსული იყო მართლაც 10 დღის წინ, ძალიან წარმატებული, ასე ვთქვათ, შეხვედრა იყო, ეს იყო, ასე ვთქვათ, დაგეგმილი შეხვედრა, მაგრამ ჩვენთვის მოულოდნელად ამერიკული მხარის მხრიდან გახსნილი იქნა პრაქტიკულად სამხედრო თავდაცვითი შეერაღების შესაძლებლობები საქართველოსთვის. ამაზე მეტ კონკრეტულად უბრალოდ ახლა ვერ ვისაუბრებ, მაგრამ რაც მთავარია პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებულია. სწორად დასვით აქცენტი, ეს რამდენად გამაღიზიანებელი იქნება რუსეთის ფედერაციისთვის, მაგრამ ჩვენ შევთანხმდით, რომ იგივე რუსეთ-ამერიკის შეერთებული შტატების დიალოგში ეს საკითხი იქნება მათთვისაც უკვე მიწოდებული. ეს არ არის არანაირი საფრთხის შემცველი რუსეთისთვის, ეს არ არის ძალთა ბალანსი, სამხედრო ძალთა ბალანსი ჩვენს რეგიონში თვისობრივ ცვლილებაზე საუბარი, აქ არის საქართველოს სუვერენულ უფლებაზე, რომ დავიცვათ საკუთარი თავი, თავდაცვითი შეერაღება გვქონდეს და ჩვენი პარტნიორების მხრიდან ამ კუთხით მზადყოფნა არის გამოცხადებული და კონკრეტული იმპლემენტაციაც შეთანხმებული. აგვისტოს ომის გამოძიება თუ მოხდება, ერთია გაანალიზება სამხედრო კონფლიქტების მათი შედეგების, მაგრამ
გამოძიება თუ მოხდება, ნუ ეხლა სამხედრო დონეზე, პოლიტიკური დონეც არის გამოსაძიებელი და რამდენადაც გონიურული ეჭვი არის, რომ პოლიტიკური თანამდებობის პირები თან ძალიან შეუფერებელი ხალხი ამ საქმესთან ერეოდნენ და სამხედრო შენაერთის ბრძანებებს აძლევდნენ. და საერთოდ სამხედრო თვალს მეთაურები როგორ იქცეოდნენ ვინაიდან ერთ-ერთი ბრიგადის მეთაური მეტისმეტად დააწინაურეს და ომში რომ კაპიტანი იყო და მის ბრიგადაში ყველაზე დიდი მსხვერპლი იყო და მთელი артиლერია და ტანგები რო დაკარგა, ის კაცი კაპიტანი რო იყო 4 წელში გენერლად ვიხილეთ და მე თლათ უფროსი გახდა შეიარაღებული ძალების და ყველა ორდენი და медаლი მისცეს, რაც კი საქართველოში მოიძებნებოდა სადმე. და ამის გამოძიება არ მოხდება, რომელი ბრიგადა როგორ მოქმედებდა, რომელი ბატალიონი როგორ მოქმედებდა, ეგრევე შტაბი ვარგოდა თუ არა, სამხედრო მეთაურები რამდენად მოწოდების სიმაღლეზე. თუნდაც სამხედრო თვალსაზრისით, ასევე პოლიტიკურიც, ხო, იმიტომ რომ პოლიტიკურ დონეზე იყო ეს კაცი. მე გითხარით, რომ ამგვარი ასე თქვა შესწავლა, ანალიზი ჩემი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა. რამდენად სამართლებრივი შეფასებები მიეცემა უკვე კონკრეტულ ამ შემთხვევაში კონკრეტულად დაგეგმარების ბრძოლაში მონაწილე ქვედანაყოფის ხელმძღვანელების და მათ შორის პოლიტიკური ხელმძღვანელობის, ანუ სტრატეგიულ გადაწყვეტილებებს ეს გასაკეთებელია აუცილებლად, მაგრამ ეს ვერ მოხდება მხოლოდ თავდაცვის უწყების შესწავლის დონეზე. ჩემი აზრით, თუ ეს გასაკეთებელია, უნდა მოხდეს სპეციალური კომისიის ჩამოყალიბება, დამოუკიდებელი მიუკერძოებული კომისიის ჩამოყალიბება საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით, რომელიც შესაძლებლობა ექნება ობიექტურად მიუკერძოებულად შეისწავლოს ეს საკითხი. თავდაცვის სამინისტროს კომპეტენცია არ ყოფნის იმას, რომ ამგვარი სამართლებრივი შეფასებები მიეცეს ამ მოვლენებს. აი კობამ თქვა, რომ საფლავში ისე არ მინდა ჩავიდე, ბოლო შეკითხვა დღევანდელ გაცემაში, არც მე მინდა საფლავში ისე ჩავიდე, რომ ჯერდი ვერ გავიგოთ რეალურად რატომ დაიწყო ეს ამბავი, იმიტომ რომ ფართო მასშტაბით რეალურად მიმაჩნია, მოდი პირდაპირ გულწრფელად გეტყვით, ნაკლებად რეალურად მიმაჩნია ამის განხორციელება, ვიდრე საქართველოს პრეზიდენტი არის მიხეილ სააკაშვილი. ხო, მაგრამ საზგამოკერებული ხო არ არის ეგრე შემოდგომაზე გადავირჩევდა. უბრალოდ და სამხედრო მეთაურები ეს გამოძიება რომ ყოფილიყო და პარლამენტში ლაყბობა არ ყოფილიყო იმის დროს რა ქვია პაატა დავითაიას დროს კაპიტანი რომ იყო და მთელი ბრიგადა დაეფშნა ხელში და მთელი ტექნიკა დაკარგა ის ვეღარ იქნებოდა გენერალი და მე იმ რაღაცა უხერხულ სცენებს მაინც არ ვნახავდით დაჭერა გამოშვებასთან დაკავშირებით სულცირა და გენერლად არ დანიშნავდნენ ქაქუცა ჟოლოყაშვილი ისე მოკვდა პოლკოვნიკი იყო კაცი და ეს კაცი ყველაფერი რო დაკარგა ყველაფერი რო დაეფშნა ის დანიშნეს გენერლად და მთელი სამარცხვინო დავიდარებაც ვნახეთ თქვენი ბოლო შეკითხვა და უნდა დავასრულოთ გაცემა გისმენთ საერთოდ ძალოვანი უწყებები და განსაკუთრებით თავდაცვის სამინისტროს რესურსი არჩევნების დროს თქვენ ძალიან კარგად უწყით როგორ იყო გამოყენებული, რაც იყო ძალიან სერიოზული დანაშაული და რჩება დღესაც. მე მაინტერესებს ასეთი რამ. ხომ არ დაგიწყიათ, ან ხომ არ გავთ გეგმაში თქვენ შეისწავლოთ აი ეს ქმედებები, თუნდაც იგივე ამ ადამიანებს, ამ სამხედრო პირებს, ჯარისკაცებს ვიღაცა აძლევდა მითითებას, რომ გაეკეთებინა ასე. ეს რაღაცები შეიძლება დღესაც რჩებიან თქვენს უწყებაში, იმიტომ რომ თქვენ ასე ვთქვათ, ზედა ეშელონების დონეზე გაატარეთ საკადრო ცვლილებები. არადა აი ამ ასეთმა დარღვევებმა ძალიან სერიოზული გავლენა მოახდინა ზოგადად ჩვენს ქვეყანაზე და ხო არაპირებთ, რომ თქვენ ამისი ბერკეტი ნამდვილად გავთ ვთქვათ აგვისტოს ომის მოვლენებისგან განსხვავებით, რომ შეისწავლოთ ეს ქმედებები, იგივე ვთქვათ ჯარისკაცებიც ალბათ მოყვებიან ამ ამბებს. მაგრამ მაინც ყველაფერი დადის იქამდე, რომ ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება. და შემდეგ პოლიტიკური გადაწყვეტილების დირექტივა მიდიოდა კონკრეტულად გაერთიანებულ შტაბში, ისინი აძლევდნენ პირდაპირ მითითებებს საჯარისო უწყებების ხელმძღვანელებს და ასე შემდეგ, სარდლებს და ასე შემდეგ. თუ კი არ იქნება პოლიტიკური დაკვეთა, ბუნებრივია, არავის არ ეხალისებოდა ახლა, არ მგონია, რომ ესეთი პოლიტიკური დავალება შეესრულებინა და მათი ინიციატივით მომხდარიყო ეს. მთავარი გარანტია იმისი, რომ ეს არ მოხდეს, არის ძალიან ხშირი ღია, ანუ დეკლარირებული და მათ შორის ყველა შეხვედრაზე პოლიტიკური ხელმძღვანელების, როგორც ვთქვათ, მინისტრია და მინისტრის მოადგილეების შეხვედრები ჯარში, სამხედრო მოსამსახურეებთან, ხშირად ვიმეოროთ ის, რომ ჯარი პოლიტიკისგან არის დამოუკიდებელი და არავინ აღარ მოსთხოვს მათ ესეთი ბრძანების შესრულებას და თუ კი ესეთი ბრძანება იქნება, ეს იქნება კანონდარღვევა და დაიჯება კანონის მთელი სიმკაცრე. ეს თავში უნდა გაუჯდეს ყველას, ვინც დღეს ხელმძღვანელ თანამდებობაზეა ჯარში, იმიტომ რომ ბოლო ეს არ იყო ხო მარტო ამ არჩევნებზე, წინა არჩევნებზე, იმის წინა არჩევნებზე, ამიტომ ამის ასე ვთქვათ ჩვევისგან გადაჩევას დაჭირდება სერიოზული შრომა, პოლიტიკური ნების სერიოზული გამოვლინება და ამისთვის ჩვენ მზად ვართ და სწორედ ამიტომაც არის აუცილებელი თქვენი შემოყვანა, მაქსიმალური ჩართვა
თვითონ ჯარის ცხოვრებაში, თავდაცვის სამინისტროს ცხოვრებაში საზოგადოებრივი კონტროლი იქნება ერთ-ერთი მთავარი გარანტია იმისა, რომ აღარ განმეორდეს ესეთი რამ. კარგი, დიდი მადლობა. დიდი მადლობა ყველას. გიორგი ცხვითაოს, კობალი გლიკაძეს, ირაკლი ალადაშვილს, რუსიკო მაჩაიძეს, თამარ ლეფსვერიძესა და ნინო კომახიძეს გადაცემაში მონაწილეობისთვის დიდი მადლობა თქვენ. ასევე რა თქმა უნდა გადაცემაში მონაწილეობისთვის ორ რამეს გთხოვდით, ერთ რომ ეს რეჟიმი შეინარჩუნოთ მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობით, ეს ჩვენთვის დიდი ფუფუნებაა და მეტის სიამოვნებაა და ეს უნდა შევინარჩუნოთ მე. ჩემი ვალდებულებაა. რეზერვის კონცეფციას რო შექმნით, სამიყვანეთ რეზერვში რა ვქნა, ეხლა ესეც უნდა გთხოვოთ, დავაარქივებ ამას და მე თუ კიდე დავაკავენ, მე წუნს დამდებენ ქართულად. დიდი მადლობა მოწვევისთვის. დიდი მადლობა ირაკლი ალასანია, თავდაცვის მინისტრი, ჩემი კოლეგა ჟურნალისტები სტუმრობდნენ ბარიერს დღეს, მომავალ შეხვედრამდე.